გამარჯობათ, ეს არის პოდკასტი სამი მელოტი. არა, ეს არის იმოძრავის პოდკასტი, საუბრობთ სპორტზე, ვარჯიშზე და ზოგადად ჯანსაღ ცხოვრებაზე. დღეს გყავს წამყვანები ვართ მე, შილა, ჯარჯი, დაჩი და დღეს გყავს level 1-ის და მალე level 2-ის CrossFit-ის მწვრთნელი, ყოფილი მორაგბე, თორნიკე ვახანია. გამარჯობათ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა დაპატიჟებისთვის და იმედია რომ ისეთი გამოვა როგორც გვინდა. კი, უჩვენთ. თორნიკო, მოდი იმით დავიწყოთ, რომ აი შენი ეს experience როგორ არის? გამოცდილება როგორ დაიწყო? სპორტთან, ვარჯიშთან, იმიტომ ყოფილი მორაგბე ხარ. ეხლა CrossFit-ს იმაშვები რა ქვია, CrossFit-ით ვარჯიშობ და აპირებ რომ პროფესიონალი, შენ კი იძახი პროფესიონალი ის არა ვარ, CrossFit-ერიო, მაგრამ ნუ მინიმუმ მე-5, მე-4 ადგილას ხარ ხო საქართველოში და არ გინდა რომ იყო, ანუ თუ ეხლა იქიდან გამომდინარე რომ ძალიან დიდი დროის დათმობა გიწევს და პლუს თან მუშაობ, ცოტა რთულია, მაგრამ გადავწყვიტე რომ შემდეგ წელს ვცადო, მოვემზადო, ცოტა რაღაცები გადავდო გვერდით და ამ ვარჯიშს დაუთმო, შემდეგ წელს მინდა რომ ვცადო, წლის ბოლოს სავარაუდოდ. მაგამდე მინდა რომ რაღაც ტურნირებზე გამოვიდე და გამოცდილება დავაგროვო. ოკეი. და როგორ მოხვედი აქამდე? დავიწყე რაგბით, 10 წელი ვთამაშობდი რაგბს. მეწლის ყავრო დაიწყე? დავიწყე 14-ის ვიყავი და დაახლოებით გადაბმულად ესე რომ ვთქვათ, 8 წელი გამომიდა ვარჯიში თავის ჩავარდნებით. აი გუიან. მანამ 14 წლამდე როგორ იყავი? 14 წლამდე მხოლოდ სწავლა და ფეხბურთს თამაშობდი, აი ძალიან ისე აქტიური ვიყავი ყოველთვის, მაგრამ ნუ ესე ვარჯიში დავიწყე 14 წლიდან რაგბზე სიარული. მერე მომიწია დანებება და დავიწყე ვარჯიში ჩემპიონთა აკადემიაში. და დაახლოებით 2 წელიწადში და გავხდი მწვრთნელი და წელს ავიღე level 1. ერთი წამი, ბოდიში, ანუ რაგბს დაანებე თავი და მე დავიწყე ვარჯიში, ოღონდ ანუ ჩემპიონთა აკადემიაში ვარჯიშობდი, უბრალოდ ესე ჩემთვის და ცალკე ვარჯიში. მაგამ დავდიოდი კლასებზე, სპორტულ კლასებზე და ნუ მერე უკვე დავანებე თავი და ფიზ მომზადებაზე დავდიოდი, კი. მერე იყო რომ ცოტა ხანი მარტო მწვრთნელი ვიყავი და არც ვარჯიშობდი რაღაც პერიოდი, რადგან ახალი დაწყებული მქონდა, მეტი საათი მქონდა სამუშაო და უფრო დიდ ხანს მუშაობდი ვიდრე ვარჯიშობდი და დაახლოებით 3 წელია რაც აი აქტიურად ჩავერთე საკუთარ თავის განვითარებაში როგორც სპორტსმენი და მინდა რომ რაღაც მომავალში რაღაცები გავაკეთო. ნუ პროფესიონალად არ ვიცი ამდენად გამომივიდა, მაგრამ ნუ ჩემსაც ვცდი რა. შვენიერი. და რაღაც სპორტი დაგაკლდა, თუ რატო ჩათვალა, რატო და მიგიყვანა CrossFit-ამდე? რამ მიმიყვანა და მოკლედ სულ მარტო ვარჯიშობდი და ჩვენ დარბაზში ბექა კვერნაძე იყო ვინც პირველი ვინც CrossFit-ის ვარჯიში ესე დაიწყო და ბევრჯერ, აი ძალიან ბევრჯერ მინახავს ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, სულ თავიდან რო ხედავდი, აი მეთქი ეს როგორ შეიძლება რომ ნორმალურმა ადამიანმა, ჩვეულებრივად ფუნქციონალურ ადამიანმა გაკეთოს. და აი რო დავიწყე, ბიჭებთან ერთად დავიწყე, აი მანდ მივხვდი რომ მარტო ვარჯიში და ეს ვარჯიში საერთოდ სხვადასხვა რაღაცა არის და ბევრად პროდუქტიული ხარ, როცა ხალხთან ერთად ვარჯიშობ, ვიდრე აი ესე მარტო, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ მეზარება რაღაცი გაკეთებ, მაგრამ აი რო ვიცი რომ ვიღაცასთან ერთად ვარჯიშობ, საერთოდ სხვანაირად უდგები მაგ ყველაფერს. ამიტომ აი CrossFit-ი მაგაში ძალიან დამეხმარა, ძალიან რთულია იმ ხრივ რომ როცა პროფესიონალად უდგები, გიწევს ორჯერ ვარჯიში, იქ დასვენება პლუს მუშაობა, ძალიან რთულია, მაგრამ ნუ რაღაც მომენტში დღის ბოლოს ხვდები რომ ძალიან ბევრი გააკეთე და ძალიან ისე ხარ რა თვითკმაყოფილებას განიცდი რა მოკლედ. CrossFit-ის მუღამი ეგარ არის, რაღაც community შეკრა არის. ვიდრე სხვა, ვიდრე იქ level 1 რო აიღე ისტორიასაც გადიხარ ალბათ, თუ არა? არა, იდეაში level 1 არის უბრალოდ ადამიანს როგორ ასწავლო რაღაც კონკრეტული მოძრაობები, რაღაც პროცესი როგორ უნდა დაიწყო, საიდან დაიწყო პირველი ნაბიჯები, რომ აი არ მოხდა ის, რომ მოვიდეს შენთან ადამიანი და ეგრევე დააწყებინო ისეთი რაღაც, რაც რეალურად არ შეიძლება რომ დააწყებინო. სკეილები.
ერთი თავი მაინც არ არის, როდის შეიქმნა CrossFit-ი და რაღაცეები, რომ დათმობილი იყოს. აბა ეგ წეს თუნდა იყოს. კი, იყო როგორც ისე არის, კი. ვინ იყო ქართულად ნეივის იყო რა. მე მგონი ჯარისკაცი იყო თუ ჯარისკაცი იყო ნეივი რა, ნეივის ხავს ყველაზე ისეთი ჯარისკაცების რას ნახე იყენებენ. მარსკოი კოცი. აი ძალიან ბანძი სახელი აქვს просто ქართულად რა რუსულად და ეგ იყო და ეგ როგორც ვარჯიშობდა, მაგან არ იმას რა. რაღაც აღარ მახსოვს სახელი, არ იცი თქვენ? არა, ინფორმაციის სამყარო არ არის ზეპირად ცოდნა. არა, რაღაც ცნობილი ჯეფ გროუსმენი არის ეგ დირექტორი. თუ ის სხვა არის. ანუ გამოდის რომ უფრო მიზი და აი ამ სტილმა ვარჯიშის, ვიღაცებთან ერთად რო ვარჯიშობდა, რაღაცა მაგან შენ გიგზნია ეგეთი რამე? ანუ როგორ არა, მეც ხა ამან კითხვა ბექა პირველად ნახა ბექა, მაგრამ ბექამდე ხა ვინც ვიყავით იმ დარბაზში, მე და კენი მაგით დავიწყეთ და მე მაქედან წამოვიდა რომ ეს ჩემპიონთა აკადემია ყოფილიყო, ეფილიეტი რა, ანუ CrossFit-ის არ ვიცი ქართულად როგორ თქვა რა, ანუ სადაც ვარჯიშობენ. ლიცენზირებული დარბაზი, სადაც მიხვალა და დაგვხვდებიან ლიცენზირებული მწვრთნელები. დაგვხვდება CrossFit-ი, ანუ ბევრად განსხვავებული ტიპი არის. ანუ იმას არ ერქვა ალბათ CrossFit-ს ვარჯიშობდი, მაგრამ ნუ ისინი ეძახდნენ. ბიჭო, ნუ ეხა CrossFit-ი რას დაარქვა, CrossFit-ის ერთ-ერთი თავარი ტიპი არის, რომ მაღალი ინტენსიური, თორე CrossFit-ს სხვა სკოლებიდან აქვს რაღაცები აღებული. ჩაოლების გაშაობაც არის, ჰიპერტროფიაც არის და ოლიმპიურები ეხა მაგათი მოგონილი არა. ანუ რა არის CrossFit-ი? ბიჭო დარბაზში არ მოსულან აი ესე გოგოები მომდენ და CrossFit-ს ვარჯიშობთ რაღაც და ასაკეთებდი რა ხდა სტეპებზე თოკები მაგრამ CrossFit-ის შესაძლოა პროფესიონალები არ არსებობდნენ. მასიურად, ხო? ანუ ჰიტს დავარქვით CrossFit-ი რატომღაც, ანუ პროსტო გულსაც გუჩქარდებოდა, ყველაფერი CrossFit-ი იყო, ესე ჩავთვალე. ანა 3-4 ვარჯიში აიღე და ყველა იყო წრიული ვარჯიში. CrossFit ხო უნდა იყოს, ანუ რაღაც დისციპლინებში ხო უნდა იყოს გადაკვეთა და შენ რომ მარტო ჰიტს აკეთებ, ერთი ნაწილი არის CrossFit-ის და დანარჩენი რაღაცები სად არის? რთული რაც არის. ხო, ანუ რამდენიმე ნაწილისგან შედგება. ნუ გიმნასტიკა არის აუცილებელი და ეხა უკვე არის weightlifting-ი, გიმნასტიკა და კარდიო. ეს ყველაფერი, ანუ მაგრამ არ არის რომ აი სიტყვაზე ვარჯიში რაღაც ვარჯიშს აკეთებდა და ეს სამივე ერთად შეიძლება უბრალოდ მარტო კარდიო და მარტო გიმნასტიკა იყოს ეს გამიქსული და ანუ ეს აუცილებლობა არ არის იმის რომ აი ესეც უნდა აკეთო ესეც შეიძლება ადგე და უბრალოდ გინდოდეს რომ აი მოდი ჩემ გიმნასტიკას რაღაც უკეთეს გავხდი და კი ანუ ყველაფერი რა საბოლოო ჯამში ეგ ყველა გაერთიანებული არის CrossFit და არა ესე ცალ-ცალკე ვიღოთ რა იცი რა მაინტერესებს შეიძლება რომ მაგალითად მთლიანად გიმნასტიკის ვარჯიში იყოს CrossFit-ი ისე რომ არ მორჩეს ჰიტის გაკეთება საერთოდ ანუ ვარჯიშზე მიხვიდე და მარტო გიმნასტიკა იყოს კი ანუ აი მაგალითად კლასებზე შეიძლება აი კლასზე მოხვიდე და აი იყოს ესეთ რაღაც რომ დღეს უნდა ვივარჯიშოთ ფულაფებზე ან მასლაფებზე ეს ორი რაღაც შენ თუ ვერ აკეთებ მასლაფს ვარჯიშობ ფულაფზე ვიღაცა თუ მასლაფს აკეთებს მასლაფზე ვარჯიშობს ნუ დაყოფილი არის მე ეს რა დრილები უნდა გააკეთოს იმისთვის რომ ფულაფი გააკეთოს ან მასლაფი და შეიძლება მთელი დღე იყოს და ბოლოს იყოს პირობითად რაღაც კაჩაობა რაღაც ნებისმიერი ან იყოს კარდიო შეიძლება მიხვიდე და უბრალოდ დაგხვდეს weightlifting-ი, გააკეთო მაგალითად snatch-ი და მორჩა. ანუ მაგ მხრივ არ გაქვს შეზღუდვა რა, ანუ ყოველთვის არის რომ რაღაც იწყებ pull-up-ით და ყოველთვის გაქვს პროგრესი ყოველ რაღაც ვარჯიშზე. შეიძლება დღეს მიხვიდე მარტო pull-up-ით დაგხვდეს, მერე მიხვიდე სიტყვაზე muscle-up-ები, მიხვიდე ხელებზე სიარული და ესე შეგიძლია იყოს. ანუ არ არის მაგაზე პრობლემა არანაირი. უბრალოდ თუ ყოველ დღე არ აკეთებ CrossFit-ს და ესე აი მოდი კვირაში ორჯერ ვივლი, პროგრესს ვერ დაინახავ, იმიტომ რომ შეიძლება ერთხელ მიხვიდე და მარტო ფულაფები დაგხვდეს და მეორე დღეს კარდიო. და ის სხვა ელემენტები უკვე აღარ იყოს და საბოლოო ჯამში გიწევდეს. და ეს CrossFit-ის ორიგინალური ესე ტემპლეტი, სპლიტი რა, სავარჯიში როგორ არის, რაღაც 3 დღე ვარჯიში, 1 დღე დასვენება, მე 2 დღე ვარჯიში. კლასიკური რამე? მე მგონი აი ეგ არ ვიცი, მაგრამ ძირითადად არის რომ 3 დღე ვარჯიში 1 დღე active recovery, მერე 2 დღე ვარჯიში და 1 დღე დასვენება. ეს არის იდეალურ შემთხვევაში ესე ხდება. ხო. მაგრამ კლასების შემთხვევაში არის რომ თუ დაიწყებს ადამიანი ვარჯიშს CrossFit-თან, ჩვენ დარბაზში ყოველ შემთხვევაში ეგრე არის რომ გვაქვს 6 დღე ვარჯიში, 1 დღე დასვენება. მაგრამ 5-7 დღე არის, რაც არის ყველაზე light-ი დღე, ძირითად შემთხვევაში. ანუ 6 დღე მიდის? 6 დღე კლასები. ვაფშე სხვადასხვა კლასები? CrossFit-ის კლასები. ხო, სხვადასხვა, ოკეი. და ერთ-ერთ შაბათობას ვეძახით დარბაზში არის რომ არის გუნდური ვარჯიშები.
ნუ ჯერ გუნდური ვარ ვერ დალ. საინტერესო კიდე რა არის, აი თქვათ დამწყებს მოუნდა და პირველად მოვიდა რა. ანუ ეს პროგრესია გაწერილი არის, თქვათ რაღაც შემდეგი 3 თვის პროგრესია გაწერილი თუ მწვრთნელს გააჩნია და მწვრთნელი განსაზღვრავს იმას რა უნდა გააკეთოს. კლასს გულისხმობ ხო? ხო, აი კლასებზე ხო არის თქვათ პროგრესია, ხო აი დღეს ფულაფია თქვათ, ხო რაღაცა სნეჩი არის თქვათ რა. და აი ახალი რომ მოვა, სადმე ჯდება და რეგრესიას აკეთებინებს. ხო. თუ როგორ არის? თუ вообще თავიდან იწყება. აი მაგალითად ჩვენ უყიდულობთ პროგრამას, რითიც ვაორჯიშებთ ხალხს. აი მაგალითად მე მივედი და პირველად ვარჯიშობ და დამხვდა მაგალითად სნეჩი. რა თქმა უნდა, მწვრთნელი ეგრევე სნეჩს არ გასწავლის და ამ შემთხვევაში უნდა ადგე და გააკეთებინო პირობითად დავიწყოთ ჯოხით. ვიწყებთ ჯოხით და ნელ-ნელა მოძრაობას ვასწავლით, როგორ დაიჭიროს წონა, როგორ ჩაჯდეს და ასე შემდეგ. თუ შედარებით, მაგრამ ამ გვაქვს კლასები. არის დამწყებების კლასი, არის ადაპტირებული ადამიანებისთვის. მაგრამ სიტყვაზე მე მივედი ისეთ კლასზე, beginner-ზე ვერ მივედი, არ მაქვს დრო და მივედი სხვა კლასზე, ყოველთვის არსებობს სკეილი, რაც შეუძლია რომ ყველას გააკეთოს. ანუ შენ თუ ყუთზე ვერ ხტები, ყუთზე და ახვიდე. თუ იმ ყუთზე ვერ ადიხარ, დაბალ ყუთზე. ანუ ყოველთვის უნდა გქონდეს სხვა რეგრესი და პროგრესი. რა, რომ აი რომ მოვიდეს ადამიანი და შენ ვერაფერ ვერ გააკეთებ, ეგ შენი პრობლემაა და არა იმის. არა, ბოდიში გაწყვეტი, მე მგონი ჯარჯი უფრო გეკითხება, ანუ რაღაც long term-ზე უფრო პერიოდიზირებული არის. კი. მიპასუხა რომ ყიდულობთ, ანუ ხო, ანუ პროგრამა გვაქვს, რითიც შეიძლება ის არ იყოს ეგრე. ეს template-ი, ანუ თქვენი არჩეული არ ეს არა, მოდის ეს არის ხო, რაღაცა. არის როგორც იცი, ბევრი არსებობს, ბევრი ორგანიზაცია, რომ რაღაც გუნდები, CrossFit გუნდები, რომლებიც ყიდიან ამ პროგრამას. და ნუ შენ ირჩევ, მაგრამ როცა affiliate ხარ, გაქვს უფასო პროგრამა Rogue-ის, რაც არის ყველას აქვს. ანუ თუ ხარ affiliate, გაქვს ეს Rogue-ის პროგრამა, მაგრამ ჩვენ სხვას ვიყენებთ, ხო? ანუ ცოტა ის შეიძლება შენთვის მოსაწყენი იყოს და რადგან გაკეთებული ქონდა სხვა პროგრამა, ჩვენ ინდივიდუალური ავდექით და ის ვიყიდეთ თქონდ კლასის. და კლასზე ვიყენებთ. რამდენ ხნიანია ეს მაშინ ეს პროგრამა? საშუალოდ 1 საათიან. ეგ მაგრამ ეს პროგრესია რა ხო ეს ძირითად შემთხვევაში არის 3 თვე არის ეს პროგრესია, მერე დაახლოებით 10 დღემდე არის deload ის რო აი ორგანიზმა დაისვენოს და მერე ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. იგივე არის იწყება თავიდან? კი, ოღონდ მაგ შემთხვევაში როგორ არის, იცი, რაღაცეები არის შეცვლილი, თქვა თუ რეგრესიებს ვაკეთებდი, შემიძლია აუწყიოზები და ანუ იგივე გავიარო თავიდან ესე კი. ანუ შენზეა დამოკიდებული როგორ გინდა. რას იზავ. ასე. ძალიან ისეთი ტიპი თუ მოდის აი რომ აი არ ვიცი რა, აი ხო ხდები ძალიან შეკრული, ძალიან სუსტი მაინც თუ ეგეთი ტიპი არ მოდის ეგეთ ჯგუფებზე. ძირითადად არ მოდიან, იმიტომ რომ რაღაცა შიშ არ ვიცი რა არის რომ აი ვერ გავაკეთებ ან ძალიან ძნელია და რეალურად არ არის ეგრე, იმიტომ რომ ყველასთვის არის, ყველას შეუძლია რაღაც პირობითად ყუთზე ასვლა. თუ არ შეგიძლია plates დაგიდებ იმაზე, ანუ ყველა free scale არსებობს, გამარტივებული ვერსია და ეგ რო ვიღაც მოვიდეს და ვერ გააკეთოს, პროსტა შეუძლებელია. მაგრამ არიან ტიპები, ვინც არ მოდის, იმიტომ რომ აი მაგის შიში აქვს, რომ ამას ვერ ვიზავ. იმიტომ რომ მარკეტინგი არ ხდება სწორი თავიდან, იმიტომ რომ მარტო იღებენ იმას, რომ ვიღაცა სნეჩი და მასელაპი და ახტა ძალიან იდეაში რასაც ხედავენ, გონიათ რომ მივლენ და ეგ უნდა გააკეთონ და არ არის ეგრე. ბევრისთვის აგვიხსნია რომ ეგრე არ არის, რომ ყველაფერი ქვევიდან იწყება, მაგრამ არავინ არ იძახის მაგას. კი. ჩემპიონთა აკადემიას სულ ეგ ქონდა, რომ ყველას ეგონა, რომ აი იქ მარტო სპორტსმენები ვარჯიშობენ, იქ მიხვალ და უნდა გირტყან სახეში და ანუ ძალიან რთული, ანუ ხო რა, მაგარი და ვიდეოს მახსოვს შენ ქონდა ჩაწერილი, რომ ეს მარტო სპორტსმენებისთვის არ არის. ხო, არა და მაშილას არ ვიცოდი. ეგ არის მეთქი. და ეს CrossFit ჩვენ გვისაუბრია აქ იმაზე, რომ CrossFit-ის ერთ-ერთი აი ძალიან დიდი პლუსი რომ ეგაა რომ ყველაფერზე სკეილი არის რა. რეალურად ხო ეგ მარტო CrossFit-ზე კი არ უნდა იყოს. ყველას უნდა კონდეს ეგ tool რა, როგორ თქვა რა. მთელი ვარჯიში არის. ხო, ეგ არის მთელი ვარჯიში რომ არ გებ ტიპს, მაგრამ რატო მოიკიდა იცი ფეხი რომ არ იყო ეგრე. იქით უყურებდნენ არნოლდი და ვიღაც ბოდიბილდერები იყვნენ და იქ იმ ვიდეოებს უყურებდი. აქეთ უყურებდი რაღაც სხვა რაღაცებს, თქვა რაგბი და ისინი weight powerlifterები და ეს მოდელი როგორც ჩვეულმა ტიპი როგორ უნდა ჩაჟდეს ამ სოციუმში რომ ივარჯიშოს, თქვა არ იყო რა, არ არსებობდა და CrossFit-მა დაალაგა, აიღო მოძრაობები და რეგრესია და პროგრესია გაუწია ყველა მოძრაობას და შეიქმნა ეს რა და რეალურად იდეა ხო ძალიან კარგი არის, ძალიან კარგი იდეა არის. მე მაგალითად ეგრე ვავარჯიშებ.
ანუ როგორ გითხრა რა არა ეგ CrossFit-ით კი არა მაგალითად მაგრამ რაღაც სისტემა რაღაც ხო რაღაც შენს და არ ვიცი შენ მაგრამ სტრუქტურა მაქვს რაღაც პროგრამის ну 2-3 სხვადასხვა პროგრამა შეიძლება იყოს მასის მომატება ან ვითომ რაღაც უფრო წონის დაგდება წონის კორექცია ან რაღაც რეაბილიტაცია მაგრამ რეალურად სტრუქტურა ერთი და იგივეა აი მაინტერესებს როგორ ავარჯიშო არა სხვა თვალებისთვის ვიძახი ვისაც უნდა წონის კორექცია არა ბიჭო სხვა თვალებისთვის ვიძახი რომ მაგალითად ანუ ვიღაცას რაღაც ერთი პროგრამით აი ვიღაცა ყველას ერთი პროგრამით არ უნდა ავარჯიშო. ხო, ყველას ერთი პროგრამით არ უნდა ავარჯიშო, მაგრამ თუ გაქვს რაღაც პროგრამა, რომ დღეს მინდა ჩაჯდომები გავაკეთო და ვიღაცა ტიპი გობლეტ სკვადს აკეთებს, ვიღაცა ხუთზე ჯდება, ვიღაცა ღერძით აკეთებს, ვიღაცა მაგას ვიძახი რა და მე რას დავამატებდი, ისი? მე დავამატებდი, რომ ძალიან კარგი არის თუ ვიღაცას პროგრამა აქვს საერთოდ და Instagram-ზე რილი არ ამოვარდა და იმას არ აკეთებინებს, ხვდები? ხო. უკვე კარგი არის თუ იცის რომ ეხლა შენ მოხდები ამდენი ხანია ახლა სავარჯიშებ და ესე ვიცით როგორც არგებ, მაგრამ აი დამწყებ მწვრთნელებზე რო იძახი რა. ხშირად არის ხოლმე რომ ჩანს რომ რაღაცა რილი ნახის და ის გააკეთებს. არა, მოდი დღეს რა გინდა ვავარჯიშო. თან მოდი დღეს გვაქვს ზურგი. და 6 ზურგის ვარჯიში. ეხა ამ კუთხით, ეხა ამ კუთხით და დღეს ზურგი და მეორე დღეს ტიპი ვერ დინოზავრია. CrossFit-ს ძალიან კიდე ისა აქვს რა ქვია. რაღაცა რომ გამოსდით უსწორდებათ რა ეხა ჩამოკაჩვა რომ გამოგივა დიდად სიამოვნებას ესე არ განიცდის. მაგრამ მე რაღაც კლინი რომ გამოგივა და რაღაცა ეს სუ ჩელენჯი გაქვს რომ აი თან პიარები რაღაცა სწავლობ რა სუ რაღაცა სწავლობ. ეგ ძალიან მაგარია. ოიცე რაღაცა ჟაჟს არის სიამოვნება. მე როგორ ამესიამოვნა კაცო მაგრამ ხა როგორ არა აქცევს ეს რომ ავარჩებენ ამ ბიცეპს. გოგოები ეხვევიან მე ამ ბიცეპს ხვდები თავზე ეს ნაურჩები რა ზურგი გაქვს ეს წარმოდგენა აქვს შენის ნეჩი არავის არ აინტერესებს რა იმას უნდა რომ ის იყოს სექსუალური იყოს ვიღაცები დაბერილი მაგრამ CrossFit-ი bodybuilding-ის გარშეც ვერ იარსებებს იმიტომ რომ სულ ანუ კი სულ გვეზარება აი მაგის გაკეთება იმიტომ რომ ძირითადად გქონდე რომ აი არ გიყვართ აი რო დავჯდე და აი ვიკაჩაო მაგრამ ეზარება ხოლმე რა და მაგრამ ნუ სულ აკეთებ იმიტომ რომ ნუ საჭიროა ყველა მაგის გარშე წარმოუდგენელია მაგრამ აი როგორ ვარ იცი სულ ვცდილობთ რომ აი ეგეც რაღაც სულ სეტებში ვაკეთოთ რომ აი მოსაწყენი არ იყოს მაგრამ ნუ აი საჭიროა და მაგის გარშე ყველაზე ეგეთი bodybuilder-ული რა გახსენდება რაც ქონია პროგრამაში რაც ქონია ზურგის ვარჯიშები ნუ მაგრამ ევასება ანუ ხო ძალიან მაგრამ აი იმდენად ძირითადად დალეწილები ვართ რა აი სულ რაღაცა ზურგი თუ წელი და ზურგი მთლიანად რა ნუ აი შეიძლება ერთი კვირა იყოს აი სულ ერთი აი მხრები ან ფეხები ან რაღაც და აი მაგ ზურგი ყველაზე მეტად მეზარება ხოლმე აი თოგზე ფულაფები და რაღაცები აი ცოტა მეზარება ხოლმე რა მაინც ესე იგი მეტ ფუნქციას აკეთებს ესე იგი ფულაფს აკეთებს თოგზე ვთქვათ ხო ხო ანუ პროგრესია თუ გინდა რომ პირობითად თოგზე გქონდეს, ძირითადად მაინც თოგზე ხან ერთი ხელით მოკაჩვა, ხან ორივეთი გააჩნია რაზე ვარჯიშობ. ეხლა თუ კაჩაობ, მაგ შემთხვევაში როგორც გინდა გააკეთე, მაგრამ აი ზოგჯერ არის ხოლმე რომ აი წეღარ რომ მკითხე, შეიძლება რომ მარტო გიმნასტიკა აკეთო, აი მაგალითად ჩვენი პროგრამა, ჩვენ ერთიც ვარჯიშობთ, არის შეიძლება ჩვენ ერთი კვირა ყოველთვის ვიცით, აი როგორ უნდა ვივარჯიშო რა მაგ პროგრამაში, მთელი კვირა ვიცით. ზოგჯერ არის ხოლმე რომ აი მაგალითად გუშინ მთელი პირველი სესია გქონდა მარტო კაჩაობა და პლუს გიმნასტიკა. ეს იყო ჩვენი პირველი სესია. მეორე სესია იყო CrossFit-ი და ცოტა weightlifting-ი. აჰა, ორი სესია და როგორ ახერხებთ ანუ ორჯერ ვარჯიშს? მე ცოტა რთული ის მაქვს, რა ქვია, გრაფიკი, იმიტომ რომ ჯერ ვარკეთილში ვცხოვრობ და დარბაზში დავდივარ იმაში, მარჯანიშვილზე. და ვდგები დილის 6-ის ნახევარზე. ჭამო, უნდა ვივარჯიშო, მე ვიმუშაო, მოსწავლები ვარჯიშო და თუ ისე ხდება რომ შუაში მყავს მოსწავლე, მირჩევნია რომ მანამდე ვივარჯიშო, ვიდრე მერე, იმიტომ რომ ძალიან გვიან არ მინდა რომ დავამთავრო, რომ მერე სახში წამოსვლა და გვიან დავიძინო. მაგრამ ნუ რთულია იმ შემთხვევაში, რომ იმ მომენტში რომ აი გზა იმდენი ხანი მიწევს, რომ ცოტა ადრე უნდა მოვრჩე ყველაფერს რა, მაგრამ ნუ მოხერხებადი არის. ცოტა დროის მენეჯმენტი. გავყვეთ კიდე ამ CrossFit-ს, რამე მინუსები აქვს შენი აზრით? თვითონ კონცეფტი ძალიან რაც ვილაპარაკეთ, საინტერესოა, იდეაც საინტერესოა, მაგრამ აი პრაქტიკაში რო დაიწყო, ახლა როდის შეიქმნა 2015-ში, მე მგონი აღარ მახსოვს. დღემდე 13-ში, ხო. ხო. აი ალბათ გამოვლინდა რა მინუსები, პლუსები რაღაცები, რას კი, ანუ
CrossFit Games ძალიან ბევრი მინუსი გამოვლინდა იმ ხრივ რომ აი რაღაცები არის ისეთი რაც ჩემი აზრით არ უნდა იყოს. აი არაფერ შუაში არა ადამიანის ფიზიკურ მომზადებასთან. არის რაღაც ვარჯიშები რაც არ არის ისე დაპროგრამებული რეალურად როგორც უნდა იყოს ლოგიკურად რომ მიყვედა. აი ბოლო შემთხვევა რაც იყო ამ CrossFit-ის დაღუპვის. ეგ იყო ყველაზე ალბათ ძალიან დიდი შეცდომაც და არც კი ქონდათ გათვლილი. ნუ ის რომ უსაფრთხოება დაცული არ ქონდათ, ეგეც ძალიან დიდი მინუსი არის. პირველ რიგში უსაფრთხოება უნდა იყოს თუნდაც ვარჯიშს, ანუ ვარჯიშიდან რომ დავიწყოთ და მე როცა ამხელა ტურნირს აკეთებ და პლუს ამხელა მაყურებელი ყავს და თან პრაიმში იყო მაგ წელს ყოველ შემთხვევაში იყო რომ აი ყველა ისე ელოდებოდა და ერთ-ერთი ისეთი CrossFit დაიღუპა, რომელიც top 3-ში ყველა ვარიანტში იქნებოდა. ეგ არის ერთი დიდი მინუსი და არის ისეთი რაღაცეები, აი მაგალითად წეგან რომ ლაპარაკობთ, სროლის ჩასმა არაფერ შუაში არ არის CrossFit-თან, აი შეიძლება კონდეს side events რო ეძახიან, აი უბრალოდ რო გააკეთონ რაც არ ეთვლებათ იმ ქულებში, მაგ შემთხვევაში გასართობი არის და კაი არის. მაგრამ ესე რო დაფიქრდე, არაფერ შუაში არა ფიზიკურ აქტივობასთან მაგალითად. ხო, რა მოიწურა შენი აზრით რაღაც მაგათი ფანტაზია და რაღაც აი მაგას ფიქრობთ ხოლმე ყოველ წელს სანამ დაიდება რომ აი ერთი წელი იყო რომ აი ეს დაბლანდერები რო იყო. აი დაბლანდერ რაღა უნდა იყოს. მე იყო აი ეს crossover-ი გადატარები. აი მეთქე შემდეგ წელს რაღა უნდა იყოს და ეხა არის double crossover-ი. და მაგიტომ აი პროსტა ვერ ხვდები რა შეიძლება კიდე ანუ მე გონებაში არ მაქვს რომ აი რაღაც მოძრაობა შეიძლება კიდე გაართულო. მაგარია მე რა მე მომწონს ეგ. რთული ანუ თავიდან რთულიანო პირველ წელს ყოველთვის ისე გამოდის რომ აი ვერავინ ვერ აკეთებს ისე როგორც საჭიროა. ნუ ვიღაცამ შეიძლება რაღაც თავის მუღამი ქონდა და აი აღმოაჩნდეს. ხო რა და გააკეთოს რა ეხა მაგალითად ეს double crossover-ი ვიღაცები იყვნენ გეგონებოდა რომ აი დიდი ხანი აკეთებენ რა და აკეთებენ. ხო ანუ ვიღაც ტიპის ყველგან ბოლოზე არის და ამაში პირველი მაგრამ მაგ კიდე რა არის ის შენ როგორ შეგიძლია რომ ადაპტაცია განიცადო იქვე რა მაგრამ ხო რამდენი ხით ადრე იგებ ვარ საშუალო ანუ აი დრო არის 2 თვე ყველა ვარჯიში იცი 2 თვე რა დაამუღა მაგრამ არ არის ანუ რა არის იცი მომზადების პერიოდი როცა გაქვს ხარ ფოკუსირებული იმაზე რომ აი ის ყველაფერი უკეთესი კონდეს და უცებ რო ახალი მოძრაობა ხდება აი ხო მაგაზე მუშაობა ძალიან რთულია მოძრაობა ძალიან მას არ მოითხოვს ხო ჩვენ კამერები ჩართული არის ჩართულია კამერები არა ეხლა დღეს აღარ ძალიან მაჭის არა ის კონცეფტი CrossFit-ის კონცეფტი ზოგადად რომ ყველაფერში უნდა იყოს საშუალო ანუ ყველა სკილი უნდა შეგეძლო რა და ისეც არ გვითქვამს რომ თუ თქვით გიმნასტიკის ეგ თქვით და მაგის თელი აზრი ეგ არის ხო და კიდე ქულათა სისტემა რა აი ადრე იყო რომ აი მაგალითად რო ვიღოთ 10 ბიჭი გამოდის გოგო არ შეიძლება და ქულა სისტემა იყო ესე რომ მე თუ პირველზე გავიდოდი მეწერებოდა 1 ქულა მეორეზე 2 ქულა მესამე 3 და აი მაგალითად გავედი პირველ სიჟმზე მე-10-ზე და ვიღაც პირველზე გავიდა რომელიც მე დაიჭერს საშუალოდ მესამე მე-4 ადგილს რა მე აი რაღაც სასწაული უნდა მოხდეს რომ მე იმ ტიპს გავასწრო თუნდაც ყველა ვარჯიში მოვიგო აი ხა ბოლო შემთხვევა რაც ქონდა ნიკოს დაემართა მაისურაძეს 7 ივენთიდან 6 მოიგო და სროლის ივენთში ისეთ ადგილზე გავიდა რომ მესამეზე გავიდა ტოტალ იმაში რა შეჯიბში ხო რაც ანუ გავიდა და აი ეგეთი პერფორმანსი არ მინახავს და აი უცებ თან ანუ იქ ვიყავი და აი პროსტა სურო უცხო ყოფილიყო ჩემთვის მაგარი გული დამწყდებოდა რომ აი ტიპი გამოვიდა აი ეგეთი პერფორმანსი იქ არავის არ ქონია და უცებ არა ზროს მანამდე ისე ეგ კი არა იქ ვინც იყვნენ ალბათ რავი 6-4-ს ქონდა ნასროლი და ყველას ვიდ რაღაც დაგვემართა დავაგვიანეთ ივენტზე რა იმიტომ რომ სერბეთში ვიყავით და გადაკეტილი იყო ეს გზები და მოგვიწია 5 კილომეტრი ვირბინეთ და აი როგორ იყო იცი ივენტზე შედიოდნენ და აი მაგ დროს მივედით რა ანუ ამის ჰიტი შედიოდა და ნუ გახურებულები იყავით კი მაგრამ რა ხერა იყო არიცოდა რა უნდა გაეკეთებინა რა იმიტომ ბრიფინგი არ ქონდათ რა იმიტომ რომ კი ქონდათ მაგრამ ვერ მივასწრეთ მაგ ბრიფინგზე და ეგ რო გწოდნოდა ეს ქულათა სისტემა როგორ იყო რაღაცას დაკაჩავდა რა იმიტომ რომ თურმე რო ისროდი 5-ის როლა ქონდა 5-ის ელექტრო ის არის რა იარაღი და ესეთი ხო ანუ აი ხედავ მარტო იქ მიზანში მოხდა თუ არა ქართულად პისტოლეტი იარაღი არა იარაღი მგონი არა ანუ არ ვიცი ხო კაი საინტერესოა
თურმე ყოფილა ესე რომ რაღაც 8 წუთიანი ვარჯიში იყო, სკი 15 კალორია და რამდენჯერად 5-ის როლიდან რამდენსაც მოარტყავდი, იმდენი 2 კალორია გემატებოდა. თუ 5-ვეს მოარტყავდი, 2 კალორია პლუს 10-დან, ანუ 10 და პლუს 2 გემატებოდა. ეს ჩვენ არ ვიცოდით, იმიტომ რომ ვერ მივახწერთ ამ ბრიფინგზე და просто მე დავრბოდი რომ მეთქი იქნებ ვიღაცისგან გავიგო, იმიტომ რომ აზრზე არ ვართ. აი რა უნდა გააკეთოს, ვერ ხვდებით. კი ის რომ უნდა ისროლოს და მე რესკი მოკაჩოს. ადამიანს არ უნდა ისროლოს იცის. მოდის ეკაჩება არის. თან აი სულ იმას ვამბობ, რამდენჯერ ტურნირზე წავედით, იმდენი რაღაც დაგვემართ, აი რაღაც ასწავლი და ეს ხო დავაგვიანეთ და ისეთ ადგილას მოვუწია დგომა, რომ აი მზე ურტყავდა პირდაპირ. ანუ იმასაც ვერ ხედავდა, აი წირა ხდებოდა და დაჟე რაღაც მომენტში ის ადგილას გაარტყა, რომ აუ მეთქი всё დავიღუპეთ და თურმე ყოფილა რომ თუ იმას ვერ არტყავდი იმას სკის რამდენსაც მოკაჩავდი, ის კალორიები გეთვლებოდა. და იმდენად არ ვიცოდით რომ 30 წამი რომ დარჩა ისეთი გაბრაზებული იყო რომ შეეშვა სკის მოკაჩვას, რომ აი რა აზრი აქვს, იმიტომ რომ იმას ვერ არტყავდა. და ისე მოხდა რომ მაგ ივენზე 26 ადგილას გავიდა და მაგ 26 პლუს 5 ქულა ქონდა და იქ ყველა ან პირველ და მეორეზე ვინც გავიდნენ, სულ ქონდათ მე-6, მე-7, მე-5 პირველი რაღაცა ეგეთი. რა სამართლიანია. და ნუ საბოლოო ჯამში არა ანუ საბოლოო ჯამში ეხლა სროლაზე დააგვიანეს. ხო და მე გადავწყვიტეთ რომ გვეყიდა იქ თოფი და 800 ფუნტი ღირს მარტო თოფი. მაგიტომაც იყო მანდ. მარტო ხო ქვენჯინაზე აღარ იქნება. ხო აი მაგას ავოდი რომ ეხა მეთქი შეეხა მივდივართ ემირატებში გამოდის ტურნირზე და მე თურქეთში და აი მაგას ვფიქრობ რომ მეთქი ეხა აღარსდროს აღარ შეხვდება. ეგ თოფი შეიძლება იყოს, შეიძლება არა? ხო ანუ ესე ჩვენ გავიგეთ იმაზე რა ქვია ერთი თვით ადრე და წავიდა ნუ გვიცოდეთ რომ თოფის როლა იყო და წავიდა სასროლად რა და რო წავიდა სასროლად ორი ტყვია ვისროლებო და შუქი ჩაქრა ვაფშე მთლიანად იქ სადაც იყო იმ სასროლეთში და ანუ მანდაც ვერ ივარჯიშა რა და საბოლოო ჯამში 0 გამოსtildeებით გავიდა მარტო მაგ იმაზე ივენს დანარჩენს სასწავლო პერფორმანსი ქონდა ხო ნუ სროლა ცოტა ის არის რა ვაფშე ხა ფიზიკი გასაგებია სპორტი ოლიმპიური სპორტი არის მაგრამ ჩემი აზრით ფიზიკური ის თურქი გააკნა ფიზიკური არაფერი, მაგრამ ეთყობა რაღაცა ფიზიკურთან პლუს ან რაღაცა არის რა. ნუ ხო რა ის გაგრილი ხარ კანკალებს ის ხელი და ცოტა რთულია მაგას. ძალიან ბევრი მასში არის კასროლაში. სამთრის ბევრი არ იქნება რა. ამათ მას პროსტა ნუ გადმოიღეს. კი, იცი რა იყო სპონსორი ყავდათ. და მაგ სპონსორის ივენთი იყო და ერქვა იმ სპონსორის სახელი. всё, მე რა. ეგა მაგას ვიდექ რომ არასამართლიანი მაგიტო იყო თორე. მაგრამ ისიც ასწორებს ახლა რომ ნიკო მიყიდა ეს არა ჯერ არ ვიყიდია. ბიჭო კითხია ვარ 800 ევროს გადახრა აუსტორდა. ჩვენ გვაქვს ისეთი რაღაც რომ სულ რაღაც ანუ რაღაც არ გვაქვს რა ეს ივენტზე მივიდივარ და რაღაც არ გვაქვს და ერთ-ერთი იყო ისეთი რომ წინა წელს იყო მსოფლიო შესარჩევი აი CrossFit Games-ების და ორი wild card-ი იყო French Throwdown-ზე და იქ ვიყავით წასულები ნიკო გამოდიოდა და მოკლედ ბოლო ივენთი იყო ისეთი რომ ნიკოს და მესამე ადგილს შორის გასული ვინც გადიოდა კი ნიკო იყო მესამეზე ეს ბიჭი იყო მეოთხეზე ამათ შორის მოგებული გადიოდა გეიმებზე და ვარჯიში იყო ფულაფი და სენდბეგის სკვათები რაც სენდბეგი ალბათ სამჯერ ეჭირა თავის ცხოვრებაში სულ და ამ ივენთს იგებდა და უბრალოდ ერთი შეცდომის გამო რომ ეს სენდბეგი უბრალოდ უკან გადაუვარდა გეიმებზე ვერ მოხვდა თორე პერფორმანსი ჰქონდა ისეთი რომ რატო დისკვალიფიკაცია არა იყო იცი იმან გაასწრო ბიჭო სენდბეგი მარტივია თოპ 800 არა 90 კილო სენდბეგი სკვათი არა მაგაზე კი არა მარტივია რომ დაითრიოთ რა ხო და გაგრასე იყო რომ იქიდან რომ ჩამოვედით დაჟე სანამ ჩამოვიდოდით იქვე გზაშივე ვიყიდით ხო პროსტა ანუ ძალიან რთულია აი ხა ერთადერთი არის ვინც მაგ წერტილამდე მივიდა და აი ცოტა დააკლდა წელს მაგრამ იქნება მგონი რა შემდეგ ძალიან პატარა არის აუცილებლად მოხდება 26-ის 27-ის ჯერ წინა ტრამვები აწუხებს არა ადამიანურად აი მე ვერ ხვდები ადამიან როგორ შეიძლება ამ პირობებში როგორ პირობებში ეგ არის ეგეთი პერფორმანსი გქონდეს და ეგეთი შრომის მოყარა იყო იმიტომ რომ ყველაფერი აქ გადადებული და აი ამისთვის არის რა აკეთებს CrossFit-ს თავს აკლავს და შრომის მოყარე არის აი მე არ მე სად არიან ტიპები ვიღაცები აი რა ეგ ნიკო კი არა სპონსორები რა სპონსორები ფული მაგ ესეთ ადამიანს უყურებ ან ვიღაცა მითხრა აგერ თან იქ ფული როგორ ამოიღონ აი ზუსტად ეგ არის რომ ერთადერთი კომპანია ვინც ეხმარება არის ბილაივი ბეთლაივი და ისინი უფინანსებენ სასტუმროს და გზას. დანარჩენი არც ერთი კომპანია, რამდენჯერაც მივედით,
აი უარს რო გეუნებიან, მაგრამ თან აი არ უნდათ თუ რაღაცა აი ხო რა თან რო გიშვენ, მაგრამ თან არ გიშვენ შენ კაცი ფული ვერ მაგრამ მაგარი ბიჭი ხარ. აი ერთ კომპანიასთან მივედით რომ აი რაღაც დანამატების კომპანიასთან და გითხრეს რომ ნუ ვერაფერს ვერ მოგცემ, მაგრამ პრომოკოდს მოგცემთო და მეთქი ჯიგრე. და უცხოური თუ არა ქართული. მაგრაკ ბალეში უცხოურები ძირთად მაინც არიან როგორც იცი რომ თავიანთი ქვეყნის ტოპ ათლეტი და ითრენ ურჩევნიათ ვიდრე შენი და შენი გააპიანონ, მაგრამ არიან კომპანიები ვინც აი ესე თავის სურვილით რო ხედავენ ამდენს ვარჩევს და რაღაც უგზავნიან ხან გრიფებს ხან წელის კამარს და ნუ ვიღაცები არიან ვინც ცდილობენ დახმარებას და ნუ ჩვენი საერთო სამეგობრო. საქართველოში პირველი არის? საქართველოში და ევროპაში არის მე-3 წელს. ხედავ როგორ ახლეზე ლაპარაკო? მაგიტომ ამბობ თორე იცი ხო და აი პიარი უნდა პიარის გუნდი არა, მაგრამ პიარი ანუ პიარის პრობლემა იქნება. ზოგადად ვარჯიშის პიარის პრობლემა იქნება რა. რა? ვიღაცა ფლიანტი პიარის ეოსება ვარჯიში რა უყვარს ძალიან. და ეხა იცის ნიკოზე რომ ესეთი ადამიანია თან ესეთი მიღწევები აქვს, რავი აი ხო ხვდები ფულს ეგეთი ანუ ყოფილა შემთხვევა რომ ეს გამოჩენ ადამიანი და დახმარებია. კი ეგრეს ყოფილა. მაგრამ რა არის ანუ რო გვიწევს აი ესე პირობითად წელიწადში 3-4 ტურნირს გავლა მინიმუმ, იმიტომ რომ იქ შეიძლება გეიმების შესარჩევი იყოს, იქ რაღაცა ეს French Showdown-ი გიწევს ამ ბევრი ხარჯის გაღება და თან პლუს იმდენს ვერ იმუშავებს ეხა რომ ეგ ხარჯი თვითონ დაფაროს და ჭირდება ვიღაც ყოველთვის და ეს კომპანიები არა, ნუ ჯერ ყოველ შემთხვევაში მარტო ბეთლაივი არის ვის ეხმარება. უბრალოდ თქვენი ხმა არის მის საკმაოდ ხმამაღლა რა, იმიტომ რომ ეგა პიარი. მარტო ანუ ეხა ის ეხა ცნობილი რომ იყო მესამე კაცი არის ევროპაში. მესამე კაცი არის ევროპაში. ეხა ჩვენ არ ვიცოდით ამ სფეროში, და კროსფიტელები არ ვართ, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით, ანუ რა ვიცი. და ეხლა გარეთ გამოვლა, რომ იცოდეს რომ ჩვენიანი ვიღაცა რაღაცაში მესამე არის ევროპაში, ყველაზე ხრი ვიდეოს დადებს რაღაცა ეჭირება, კომპანიები მე მიხვდი რას გეუბნები, ანუ პიარის პრობლემა არის, კი ეგეც არის. ხო, მაგრამ ეგ გამოსწორებაა. რაღაცა ხო და ისახა ძალიან თამაფიქრა მაგან, რომ წამოდი რადონის ათლეტი ყავს და რადონეზე ყურადღებას არ აქცევ, რომ შეიძლება რაღაცა თქვა სენდბეგი რა წასვლის ფული არ კონდეს შეჯიბრში. და მაგიტომ მუშაობ შეიძლება და ერთ ტურნირზე მაგიტომ ვერ წავედი ცხათა შორის, იმიტომ რომ ფული ვერ გადავიხადეთ და ვეღარ წავედი. ანუ რაღაც საწევრო სიხდი რა. ხო, საწევრო სიხდი კი. ნუ ფინალის საწევროს. ნუ მანამდე ისეთი მიზერული თანხა არის რა. შენს ახლა დადიხარ ხოლმე სულ, ხო? მე ნიკო სადაც გადის, მე ვცდილობ რომ აი რაღაცეებში დავეხმარო, სიტყვაზე იქ სასტუმროს პოვნა არის, ახლოს თუ რაღაც ეგ გზის რაღაცა. მაგრამ შემდეგ წელს გადაწყვეტე რომ შენ უბრალოდ მინდა რომ ის სადაც გამოვა, იქ გამოვა, მეც უბრალოდ გავერთობი რა, მოკლედ. არა, მაგარი არის. ყველაფერს რო იგებ მე რა. ყველაფერს შეიძლება. მეორე კაცი რო ხარ, პირველი საერთოდ. რატომაც არა. ეიც და დღის. ნუ ტურნირებზე გავდივარ, როგორც ელიტა არის Advance კატეგორია და მე ძირთად Advance-ში გავდივარ და აი ის ტურნირის სიამოვნება, აი ვარჯიშთან შედარებით ვაფშე საერთოდ სხვა არის. აი პირველად რო გავედი საერთოდ მომზადებელი ვიყავი და აი მეთქი უბრალოდ გავერთობი და იმ ხელა სიამოვნება მივიღე რომ აი მაგის მე რა უნდა მოხდეს რომ შანსი მქონდეს და არ გავიდე, პროსტა ვერ ხვდები მაგას რა. ვაფშე საერთოდ ანუ რო გადის ამ ტურნირებზე რაღაც ფულადი პრიზი არის. კი, ფულადი პრიზი არის თურქეთში არის ევრაზია თროუდაუნი, ეხა გვიწევს წასვლა, ეგა გორჯერ მოგებული. პირველად იყო $2,500 თუ არ ვხდები და ეხლა იყო 2000 და გაზარდეს და 5000 евро არის შემდეგში. ნუ კიდე ნორმალური. ბელგრადაში ეხლა სადაც ვიყავით, იყო პირველ ადგილზე 9000, მეორეზე 4500 და მესამეზე 2500. ეგ ბევრად უკეთესია. ეს ტურნირები რა სიხშირით არის? როგორ არის, კომერციული ტურნირებია, ამიტომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ანუ ეხლა მაგალითად ევრაზია და ეს French Showdown ისე და თქვა რომ ევრაზიიდან ჩამოვედით 3 დღე ვიყავით და მე ეგრევე წავედით. ამიტომ ეგ შეუნა განსაზღვრო როგორ გირჩევნია რა ტურნირი გიღირს, იმიტომ რომ ყველა ტურნირი არ არის ანუ უნდა კონდეს რაღაც ტურნირები რაც არის შესაბამისი იმის რა ქვია კალიბრის ესე რომ ვთქვა რა, ამიტომ შეიძლება არ გიღირდეს იმ ტურნირზე წასვლა, იმიტომ რომ არაფერს არ ნიშნავდეს. ამიტომ არჩევ იმ ტურნირებს რაც გიღირს ფინანსურადაც და სახელიც რო წერია რომ აი ამ ტურნირზე ხარ გამოსული, ეგ უკვე კომპანიებისთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავს და პლუს
სხვა იმ CrossFit-ში ჩახედული ადამიანებშიც ძალიან ბევრს იმაში. ეს რა მაინტერესებს. ეს ქულების დაგროვება როგორ ხდება წლის განმავლობაში თქოს? ესე არ არის, რომ აი წლის განმავლობაში მე ქულებს ერთადერთი პროექტი, World Project-ი არის, ახალი პროექტი არის, მან ხდება ეს ქულების დაგროვება და საბოლოო ჯამში შენ ფინანსებზეც ეგ მეტყველებს. მაგრამ ნიკოს ჯერ არ აქვს, ეგ შეიძლება არ ქონია რომ მან გასულიყო. მაგრამ შემდეგ წელს სავარაუდოდ მოხდება. მაგრამ ზოგადად ესე CrossFit Games-ებს არ აქვს. სიტყვაზე იწყება წელი, ყველას 0 ქულა აქვს, გააკეთებენ, 3 ვარჯიში იდება, ამ 3 ვარჯიშს გააკეთებენ და აქედან გამომდინარე მე ხვდები მეოთხედ ფინალებში. მეოთხედ ფინალს ისევ აკეთებ ონლაინ არის ეს მეოთხედ ფინალიც, უბრალოდ გჭირდება მსაჯი, ყველაფრის გაზომვა, ინვენტარი შესაბამისი და მეოთხედ ფინალიდან როგორ არის, ეხლა იყო შეცვლილი, იმიტომ რომ ეს ბიჭი რო დაიღუპა, შეცვალეს ბევრი რაღაც და ონლაინ ჩატარა და ნახევარფინალებიც. და იყო რომ ცოტა უსამართლობა იყო, იმიტომ რომ ამერიკელები, ბრაზილი ყველა გამოდიოდა ერთ იმაში სისტემაში და ამიტომ ევროპაში პირველი რომ ყოფილიყავი, იქ თუ 10 ამერიკელი გისწრებოდა პირველად ვერ ხვდებოდი. და როცა არის ხოლმე დაყოფილი ევროპიდან ხვდება 12 კაცი ამერიკიდან 10 კაცი და საბოლოო ჯამში 60 კაცი იკვრება ყველა იმდა რა ქვია კონტინენტიდან. ჯობია ბევრად ხო? კი, ეს ბევრად ჯობია, იმიტომ რომ პირველად რომ ნახევარფინალებზე მოხვდა, მეოთხე ადგილით მოხვდა ნახევარფინალებში, სუსუპირველად და ალბათ ეხა იმაზე 70%-ით მეტს აკეთებს, ვიდრე მაქამდე აკეთებდა. და მეორე შანსი ეხა იქნება. ანუ თავი მიზანია რომ CrossFit Games-ებზე მოხვდეს. მოიგოს. მიზანია კი. მოხვდეს. ანუ ხახუშება არ იცის, მაგრამ ნუ CrossFit-ს ანუ აქვს ყოველწლიური შეჯიბრი, ხო, ეს CrossFit Game. ეს ჩემპიონთა ლიგაა? კი. ანუ ყველაზე ტურნირი, სადაც ყველაზე ძლიერი ადამიანები, ძლიერი ანუ აი ეს CrossFit-ი რას წარმატებული? არა, ყველაზე რა იდეასაც მოიცავს. CrossFit-ელები წარმატებული CrossFit-ელები. ყველაზე მაგარი CrossFit-ელები ქართული არის. მოხვდნენ რა და რა კითხვა მქონდა დამავიწყდა. ძალიან დიდი მიღწევა იქნება ქართველებისთვის ეგ? მოკლედ პირველი იყო ბექა კვერნაძე, ვინც მოხვდა ნახევარფინალში, მაქამდე არავინ არ ყოფილა და მეორე ადამიანი იყო ნიკო, რომელიც მან მოხვდა. დაიწერა რა CrossFit Games-ის ნახევარფინალში პირველი იყო ბექა და მე შემდეგ წელს მოხვდა. ეგ ონლაინ თუ იქ? არა, იქ. ეგ არ ვიცოდი. მაგ წელს შესარჩევ. ხო, ნახევარფინალი არის რომ ნახევარფინალში მოხვდა. შესარჩევი. ხო, ნახევარფინალში ვინც გავიდა 60 კაცი იყო და იმ 60 კაციდან 10 კაცი გადადიოდა ფინალში. არა, შესარჩევი. ხო, CrossFit Games-ების შესარჩევი. და გეიმებზე რამდენი კაცი არის? გეიმებზე წესით, ანუ ამ სისტემით როგორც იყო და სანამ შეიცვლებოდა, იყო 60 კაცი. ანუ უკვე ფინალში ხარ 60 კაცი, მაგრამ როგორ არის, ქათები არის, ანუ ეს ვარდებიან რაღაც 3 ივენტის მერე 20 კაცი ეთიშება და საბოლოო ჯამში ფინალი არის 20 კაცის ბოლო ვარჯიშს აკეთებს სიტყვაზე 20 კაცი რა. ხო, იმიტომ რომ თავიდან მერე აყოლება კი. იმ თუ ქულებს ვერ აგროვებ, რომ აი თუ შენ გამოსვლას აზრი აღარ აქვს და აი ათეულში ვეღარ ხვდები, საბოლოო ჯამში იმაშია რა ქვია, კვეთავენ იმიდან და გამოდის მერე ის 40 კაცი. იმ 40 კაციდან 20 კაცი და თან 20 ალბათ იმენა ბოლოს არა დაჟე იმდენად ისე აი ნუ სანა ფრეიზერი იყო ხუჯერ აქ მოგებული სანა ფრეიზერი იყო აზრი არ ქონდა იქ ვინ გამოდიოდა იმიტომ რომ იმდენად ჩაგრავდა ყველას რომ აი რო უყურებდი ხო ფრონინგი ფრეიზერამდე იყო ხო და მაიგრი არის ხო იქამდე ეგეც ეგრეა ეგეთ დომინანტი ვერ ყოფილა ნუ ჩემი აზრით ვერ ყოფილა იმიტომ რომ აი დონეც რო შეადარო იმის დროს ბევრად დაბალი დონე იყო ვიდრე ამის დროს ვიდრე ეხა მგონია რომ ეხლანდელ დონეს ისინი ბევრად ჩამორჩებიან ამიტომ ისი რა მაინტერესებს დონეს ისინი ფრეიზერი ჩამორჩება ეხლა ფრეიზერის ნუ შედარებით უკან არის კი იმიტომ რომ 4 წელი გავიდა ეხლა ნახე როგორ ესე მე ხო მაიგ პერიოდი უყურებდი ხომ მაგ მომზადების აცებს უყურებდი ხომ მაინტერესებდა პროსტა რა არის და მის ფრეიზერის მთელი მუღამი იყო რომ ვეიტლიფტერი იყო ანუ უკანა ფუძია ვეიტლიფტერი და როგორ რაღაცას იძახდა იცი რომ მე მთელი წელიო ვემზადებიო აი ამაზე ძალაზეო აი ეს რაც სკილები რაღაცები და ბოლო ერთი წელი ვიწყებ კარდიოს და აი ბოლო კარდიოს ქონდა ნიჭი რაღაც ნიჭი ქონდა არ ვიცი უბირავდა მაგარი მწვრთნელი ყავდა ძალიან მაგას ენდურენსის ძალიან მაგარი მწვრთნელი ყავდა და ბოლოში ვიწყებ გულისხმობდა რომ ბოლოში იწყებ და ჩაჭერას ალბათ რატო იქ 0-დან გამორიცხულია მაგრამ თვითონაც იგებდა ამ ძალის ხარზე ძალიან იმიტომ რომ აი ხა რო შეადარო სკილი ეხლა უფრო მაღალი არის ვიდრე მაშინ იყო ამიტომ აი მე მგონია რომ თან
რავი, ეგ არანორმალური იყო, იმიტომ რომ სკილით რას გულისხმობ? აი მაგალითად, მაშინ არ იყო იმ აი double under იყო, რასაც ყველა აკეთებდა. ეხლა არის crossover double under, რასაც ყველა ვერ აკეთებს. არის მაგალითად აი ტურნირზე full overs აკეთება ის რო ტრიალები. აი იყო რაღაც მომენტები, რომ ვიღაცები საერთოდ ვერ აკეთებდნენ. არის ხელებზე სერვული, სადაც აი რაღაც რამპზე გადადიხარ, გადმოდიხარ, რაც ყველას უჭირს, ნუ უმეტესობას. არის free handstand push-up-ები. თუმ მაშინ ესეთი skillful რაღაცები არ იყო რა. ბევრად ნაკლები იყო ვიდრე მარტო უფრო ღერძი იყო. გავლა იყო, ხელებით გავლა სწორ გზაზე ის იყო, რაფერი ის. მაგრამ სირბილების ივენთები მოიგო რაღაცები. ანუ კი იმაზე რა ქვია, trail run-ი რო იყო იმით რა ქვია, რაღაც მძიმე იმით, მაგითაც ისე ანუ კარდიოში ძალიან მაგარი იყო, ყველაფერს ძალიან მაგარი. მერაბდვალიშვილი იყო. და რა სადვარჯიშავდა ხო ნან. და იმას ამბობდა რომ 10000 კალორიას ვჭამო მომდევნო პერიოდში და აი ეგ იძახდა კიდე რას ჭამო. სოლი ყავდა ის, ყავდა რა ყავს მზარეული და არა აი ვერ ხვდები 10000 კალორია როგორ შეიძლება ჭამო რა მაიკლ ფელპსი ხო ფელპსი მეც ჭამო ეს ფრეიზერი ფელპსზე მეტად იტურთებოდა ძალისმიერსაც აკეთებდა და ფრეიზერზე ამბობდა ის კარდიო მაგრამ ეს ის აკეთებს ის აკეთებდა ძალისმიერს ეს პროსტა სიგიჟე კარდიოებს აკეთებდა 7-8 საათი ფელპსი ხო მაგრამ უფრო დაბალი ინტენსიური არის არა აქ აღდგენაც გჭირდება წყალში იმდენად აღდგენა არ გჭირდება მით უმეტეს მიჩვეული რო ხარ 8 საათი ესე ვიხილას ვიცი ყუნს არა შეიძლება კი მეტად მაგრამ მგონია რომ ეგეთ დონეზე რო ცურო კუნთი ეგრე აღარ გეღლება ხო ძალიან ეფექტური ეფექტური ხარ და უბრალოდ ის საწვავი ანუ ნახშირწყლები და ის უნდა მიიღო და იქ აღდგენა გჭირდება იმიტომ რომ გუშინ რაღაც 200 კილო ავწიე. მიშაც როგორ ვადარებთ არ შეიძლება ანუ CrossFit-ის მთელი მუღამი ისე რომ ახალი სტრესი მოდის და ახალ სტრესი ადაპტაციაა და ის არის ერთი და იგივე სტრესი რომელზეც ადაპტირებული ალბათ საუკეთესოა. ერთი დატვირთვა. მაგრამ იქაც უეჭველი. თან არის როგორ იქნება მეორე დღეს აი სამი ივენთია გასაკეთებელი და ვერც მიხვდები ანუ აი არის ვარჯიშას იცი აი დაახლოებით ხვდები როგორ იქნება იმიტომ რომ ვარჯიშობ და როცა გამოდიხარ competition შეჯიბრზე იქ შენ 100%-ს აკეთებ და ვერ მიხვდები მეორე დღეს როგორ იქნები და ხარ შეიძლება ვაფშე ვერ მოძრაობ და მეორე დღეს რა ეგეც არის ანუ ცოტა ჭკუის თემას და ისიც კი ანუ აი მაგალითად დუბაიში ვიყავით ერთ-ერთი ყველაზე ფინანსურად ძლიერი ტურნირი არის და ესეთი ივენთი ჰქონდათ 20 წუთი უნდა ეტრიალებინათ ველოსიპედი. ყველაზე მაღალ დამპერზე. იყვნენ ვიღაცები, ვინც უბრალოდ კატაობდნენ და ანუ აი არაფერი არ გაუკეთებიათ ისეთი რომ რაღაც მაღალი ეფორტით გაეკეთებიან რაღაც თავი მიეკლათ. იმიტომ რომ იცოდნენ რომ ეხლა თუ თავში მიეკლავდნენ მე არ იქნებოდნენ ისეთი პროდუქტები. ამიტომ შენი შესაძლებლობები უნდა იცოდე მაგ მხრივ და გათვალო რა. სტრატეგია რა სადღაც. კი. ანუ პროფესიონალები არ არის. აუ ეს კიდე რა გამახსენდა. ეხლა მაგ შემთხვევაში ფრონინგი იძახდა რაღაც იმაში რომ იწებდა რა. აი სალსახად რაღაცა დაბალი ტემპით იწებდა ეს ფრონინგი. ბოლომდე ეგ ტემპი ეჭრა. ვიღაცა დაიწყებდა მაგრამ წვეებოდა. ეს რო დაიწყებდა უბერავდა ბოლომდე ეგრე რა. ის რუსეთის მაგარია რა, ეხლა რო გამოჩნდა რამდენიმე წელი. ხრენიკოვი, მაიგ 6 წელი ხდებოდა კეიმზე და პროსტა ვის არ ქონდა, ვიზას არ აძლევდნენ თუ რაღაც 4 წელი. ანუ ხდებოდა, მაგრამ ვიზას არ აძლევდნენ. ის ძალიან ისეთი ტიპი შრომელი და რაღაცა იქიდან რომ კი არა, უბრალოდ არ გაუმართლა, იმიტომ რომ ფეხი მოიტეხა, თორე მოიგებდა აი მაგ წელს ფეხი როგორ მოიტეხა? 5-დან იმიდან გადმოხტა მე მგონი იმას ბარს გადაახტა თუ რაღაც და აი დადგა თუ არა ის კოჭი მოტყდა. ხო და ეგ მაინტერესებდა რა. რამდენად ტრამვიანია? ტრამვული. ტრამადული. ეს დიდი ტრამვები, ანუ ძირითადად მაინც წელზე მოდის რა. ანუ აი წელი მხარი და არის მიკროტრამვები. ძირითადად ხო იმიტომ რომ კოჭი რო ლაპარაკობ. ნუ მაინც გინდა არ გინდა წელზე. თუ სადაც სუსტი ადგილი გაქვს იქ. არა ბიჭო ძალიან წელზე ნუ აი რამდენი ტრამვაც მინახავს და ესე გამიგია მაინც წელზეა, იმიტომ რომ აი რაღაც მომენტ შეიძლება აი კლინიკა გასაკეთებელი და დროში უნდა ჩაიტო და არც უკვირდები ტექნიკურად როგორ გააკეთო და აი მიდიხარ და ისე დაგეცა მეკტონა რომ იმ მომენტში ვერ გზნობ, მაგრამ მე ნუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლია ხო? კი, იმიტომ რომ აი არ ფიქრობ ტექნიკურად სწორად როგორ გააკეთო, როცა დროის ფაქტორი გაქვს. ხო, იმიტომ რომ აი უნდა გააკეთო სწრაფად და აი ამ სნეჩსაც რო არ ვერ შეუხტები ისე როგორც საჭირო ხარს ვერ ჩაკეტავ და ეს საბოლოო ჯამში არ გამოდის ისეთი უსაფრთხო როგორც უნდა იყოს. მაგ მხრივ კი ძალიან ისეთია რა, რომ სულ უნდა იყო ყურადღებით, რომ აი უხეშ მოძრაობაში ხო ეგეც არის. მაგიტომაც
ვიძახეთ ხოლმე როგორც CrossFit მე არ მიყვარს რატო რა ძალიან არ მიყვარს იქიდან გამომდინარე რომ რაც თქვი ამწამს რომ ჩვეულებრივ ეს დარბაზებში რო არის რაღაც ვილაპარაკეთ პროგრამა რეგრესია ყველაფერი ძალიან ძალიან კარგი ჩემთვის აი როგორც მართლა ვორჩებ და რეგრესია ყველაფერი თითქოს CrossFit-ი არის მაგრამ ხედავ რომ ესეთი პროგრამა გაქვს ამას აკეთებ მაგრამ შეჯიბრს უყურებ რა და შეჯიბრს უყურებ როცა აი რადიკალურად განსხვავებული რაღაც ხდება რა მაგიტომაც აი ეს დაკავშირება ვერ მოხდა თითქოს აი ამ პროგრამის და იმ შეჯიბრის ერთმანეთთან იმიტომ რომ თუ მუღამია რომ ყველაფერში საშუალო უნდა ვიყო ყველაფერში საშუალო თუ ვერაფერს ვერ მოიგებს საერთოდ ხო მთელი ისა ვერცად შეჯიბრამდე რომ არ მივიდეს ის ადამიანი შეიძლება შეჯიბრი სულ არ აინტერესებს თვითონ CrossFit-ს ახლა შენ სხვა ვარჯიშე მანდაც ბოლოს მაინც შეჯიბრი მიდის ხო ხდები რაღაც დროში შეიძლება რაღაცა და შენ შეიძლება სხვა სარეჯიბრო და შენ თავს საკუთარ თავს კი ხო რა აი მანდაც ხო ეს რისკები იზრდება მაგრამ მწვრთნელს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა თქვენ აჩერებთ ვიღაცებს ბევრჯერ ყოფილა კი იმიტომ რომ აი ზოგჯერ ყოფილა რომ აი ცუდად როა აი რო ხვდები რომ შეიძლება გული წავიდეს მაგრამ აი რაღაც ეგო ხო რა ეგო არ უშვებს იმას რომ გაჩერდეს აი ბევრჯერ ყოფილა კლასზე რომ მithქვამს რომ ჯობია გაჩერდე ანუ არ შეიძლება უბრალოდ დაიზიანებ ისეთ რაღაცას რაც შეიძლება მეરે იმაზე ძვირად დაგიჟდეს ვიდრე ეგ იმ მომენტში გაკეთებული რა და მიცი რა არის ახლა როცა სპორტსმენი ხარ ჩვეულებრივი ეგ სხვა როცა სხვა პონტი მაგალითად აი ეს ბოლელები რო არის F1-ში რო გამოდიან ტიპები ხანდახან ძალიან სარისკო რაღაცებს აკეთებენ შეიძლება დაინგო ყველა სპორტი ძალიან სარისკოა მე რა მე პროსტ ჩაოლებრ ადამიანებზე ვიცახი სადაც არა თვითონ რამდენად არის სნეჩის მაგალითად თვითონ სნეჩი ხომ ძალიან მექანიკური ვარჯიში ძალიან რთული ანუ ერთ-ერთი ეს რა ჩეინი როგორ არის ამ პირამიდაში მაღლა ძალიან რთული არის მარტო ამ ეს ცალკე სპორტი არის ხო ყველახაზე ცალკე სპორტი ანუ და ჩვენ მოვითხოვთ რომ ეს სპორტი იყოს ამაში ინტეგრირებული ხო ეგ არის CrossFit-ში მაგრამ ბიომექანიკა CrossFit-ი კი რა ხო ვინ მოიხოს მე არ მაგრამ ანუ დაიჯიბებიან მაგაში მაგრამ თვითონ რამდენად არის ეს ამ სნეჩის მექანიკა გათვლილი იმაზე რომ მრავალჯერადი იყოს ანუ განმეორებადი მექანიკა არის თუ სნეჩის მთელი მუღამი ისაა რომ მაქსიმალური ძალის გამომუშავება მაღალი წონის ატაცი ანუ CNS-ი დაიღალა და ერთხელ გააკეთო რა ერთი დაიჭირა გააჩნია ვარჯიშს მაგალითად თუ გაქვს one rep max-ი შეჯიბრი ან თან არის ეგ გექნება ან არა ანუ აი ტურნირზე შეიძლება იყოს აი weightlifting-ში გვაქვს მაგალითად clean-ის one rep max-ი ეგ წინასწარი ან clean-ის snatch-ის one rep max-ი ეგ იცი მაგრამ როცა WOD-ში გაქვს გასაკეთებელი და რაღაც კონკრეტული წონა მანდ უკვე მაგაზე ვეღარ იფიქრებ და ვეღარ გათვლი მაგდენს იმიტომ რომ აი როცა მიდიხარ one rep max-ზე ხარ მობილიზებული აი მიარტყა კარგად დაიჭრა და როცა WOD-ში აკეთებ აი არც ფიქრობ და თან ანუ აი არ წარმოგიდგენია რომ მაგდენს იფიქრე იმიტომ რომ დროს კარგავ მაგაში და აი უბრალოდ მიდიხარ რომ აწიო თავზევით აუდეს ჩაითვალა უბრალოდ კი ანუ ტექნიკურად აი ეგ აქ ცუდი მხარე CrossFit-ს არაინტერესებს ტექნიკურად შენ როგორ გააკეთებ თავარია რომ ძირიდან თავზევით აღმოჩნდეს ეს წონა ხელი ჩაკეტილი იყოს და ჰიპებში გაშლილი მან ხო იდეას წონას დაუწევს თვითონ ორგანიზატორი არა ნახე მან არის სტანდარტები არის მაგალითად ელიტის სტანდარტი არის RX-ი არის scale-ი არის beginner-ის სტანდარტი ყველას აქვს ერთი და სხვადასხვა წონა ეხლა ელიტის და RX-ის განსხვავება არის შეიძლება იყოს რომ RX-ში იყოს ხელებზე სიარული და ელიტაში არის იმ რამპზე გადასვლა snatch-ზე clean-ზე charge dome-ზე ნებისმიერ რაღაცაზე წონა არის განსხვავებული იმას აქვს სხვა წონა ამას აქვს სხვა წონა მაგრამ არ არის რომ აი მე ამას ამდენს ვერ ვწევ არა იქ თუ ვერ წევ მაშინ ნუ იქამდე მიხვალ და გაჩერდები ხო ელიტაც არ ქვია ხო ეს წონა ანუ თავიდანვე მოცემულობა ეგეთი არსებობს და ბევრი ტრამმოც მაგიტო ხდება რა კი ბევრჯერ ყოფილა რომ აი ისეთი აი ხა ბოლოს რაც ყველაზე ცუდად მახსოვს თურქეთში ვიყავით ამ ტურნირზე და სნეჩი დაეცა გოგოს აი ამ ნაწილში ისე რომ თავიდან ვერც დავინახეთ რა ხდებოდა მერე გამოიყვანეს ეს გოგო და აი ეს ქონდა გარეთ გამოსული რა ეს იდაო და ღერძი დაეცა თუ არა გადაונה რომ დაეცა ეთყობა ჩაუტრიალდა მთლიანად და მაგიტომ მოტყდა ეს ხელი და ეგ უსაფრთხოება არ არის რა ანუ აი არ ხარ დაზღვეული მაგის აი ეს კითხვაზე პასუხი ხშირად შემთხვევაში არ მიგვიღია ხოლმე რომ საუბრობდით ხოლმე რა და როგორი ესე იგი ყველა ვიცი და თვითონაც რა და იციან რომ თავის ჯანმრთელობას კი ანუ შენ უნდა იყო იმის მზად რომ სიტყვაზე ხელები ცერულის რო წაიქცე იქ არავინ არ აგებს პასუხს შენი პასუხისგებლობა არის ან ტურნირზე რაღაცა ყვა მიარტყი რაღაც მოვიდა შენზეა დამოკიდებული ვიღაცა შეიძლება გაუკვირდეს ხა ტურნირზე ყვა მიარტყი რას ნიშნავს ჩვენ ვად იწევიო მაგრამ ო კიპინგი მასე შეიძლება გამოკრა რა
რომელი ეს შენ საყვარელი ვარჯიში? ნუ აი ესეთი რაღაცა ეს. რაც არ გეზარება. ხო. მიმდინარეობა cross-ზე ასვლა, ან რაღაც მასლა. მოდი, ნუ ხელოსნური უჭვილი. სროლა პირველი. ხელოსნური ძალიან მიყვარს და მაგიტომ მოხვედი ხელები. ხელები მაგითი გვერდითელი. რინგ მასლები აი ყველაზე მეტად მეძიზღება, აი რთულია რა. იდეაში რთული არის იმ შემთხვევაში თუ არ გიყვარს რა, აი ეხა ტურნირზე რო პირველად რო გავედი, იქ ესე რენდომად დამხვდა რინგ მასლები, რასაც ვერ ვაკეთებდი. ცხოვრებაში მქონდა ალბათ 5-6 გაკეთებული და იქ მქონდა 25 წელი გასაკეთებელი და აი პირველი რაც გავიფიქრე, აი მეთქი როგორ უნდა დავამთავრო 25 მასლები, ჩემთვის ძალიან ბევრი იყო მაშინ და დავამთავრე, იქ გავაკეთე, გამომივიდა, არ ვიცი რანაირად და იმის მერე ბევრჯერ ვცადე რომ აი მეთქი მოდი ვიმუშავებ ამაზე და აი იმდენად არ მიყვარდა რომ მეთქი აი აღარ გავაკეთე და წელს დავიწყე რომ აი თქვი რომ მეთქი სანამ რაღაც აი ამ კონკრეტულ unbroken rap-ამდე არ მივალ მეთქი არ მოვუშვები რა ამიტომ შენი თოფი არ აღმოჩნდეს ეგ იმას რომ თოფი გახვდა შენი გადაგხვდა არა უშავს და თავარი რომ ეს ვიცოდე მე სავალ ვარჯიში ნუ სნეჩი მევას ანუ სნეჩი არის ჩემთვის აი მოძრაობა რაც არასდროს არ დამეზარება weightlifting-ში ხელოსნური და ნუ ტურნიკთან მეგობრობა რამდენი გეფრი არის სნეჩზე სნეჩი მაქვს 105 ახლა 105 ჩემ მაგალითად შეიძლება 226 არა მეცის არა ახლოს ვიყავი ბიჭო არ ვიცი მე 60-დან 80-მდე რა მახსოვს 60-ზე მეტი იყო 105 ვინც არის მაგარი წონა არის ძალიან ისეთი თუ იმინა weightlifter-ია ხო აი საქართველოში ეგ პრობლემაა რომ crossfit თუ ვაკეთებ weightlifting-ის წვრთნელი არ ყავს უნდა იარო ცალკე მაშინ. მარტო ეგ მე დავდიოდი. ამას ძალიან ცუდი გამოცდა. კარი გამოსწრება. მე ვიყავი ეს 4-ჯერ 5-ჯერ ვიყავი. მაგრამ კარი გამოსწრება არ მივიღე მან. იქ ყავს სოფლიო ჩემპიონები და რეკორდის. კი. შენ რა გამოც შენ რა შტაბეჭდილება და ალახაძე ყავს რაღაც მოჩი მაგრამ. მე ანუ ბევრი ყოლა მარტო ალახაძე არის. ბევრი კი. one rep max-ის გაუმჯობესება თუ გინდა, მაშინ ძალიან კაი, ნუ მე ყოველ შემთხვევაში კაი გამოცდილება მაქვს, მაგრამ აი თუ გინდა რომ აი ვოდში კარგად აკეთო წონა, ნუ მანდ ვერ გაზრდი, იმიტომ რომ ყოველთვის ფოკუსი აქვს მწვრთნელს რომ შენ one rep max-ი გაზრდო და მანდ მაგიტომ მიდიხარ რომ შენი one rep max-ი გაზრდო. ой განმეორებითი არ არსებობს ერთის გააკეთე. აი ხო და მაგისთვის არის თითქოს სნეჩი შექმნილი რომ ერთი გააკეთე და ერთი გააკეთო და დააგდო რა. და crossfit ძირითადად ნუ ვოდში თუ ხდება დაბალი წონა, მეტი გამეორება ან ყოველ რაუნდზე უნდა მოუმატო და რაღაც one rep max-ამდე მიხვიდე. კარგი, თვითონ აი მაგალითად რას აკეთებთ? ხო გავიგეთ, რომ აი ტრამბული არის ესეთი რა. აკეთებთ რამე ვარჯიშები მაგალითად გააქვთ პრევენციული, რასაც აი მუხლებს მაგალითად ჩვენ ნიკოს პროგრამით ვარჯიშობს, ყავს წვრთნელი, რომელიც სულიად არაფრით ესე უბრალოდ ნახევარფინალებზე ნახეს და საპანა ირაკლი საპანაც დაილაპარაკა რომ აი ეს და ესეთი ათლეტია და წვრთნელი გჭირდება, იმიტომ რომ თავის თუ ვარჯიშობდა, უბრალოდ პროგრამას ყიდულობდი და იმას აკეთებდა და გამოჩნდა ტიპი, რომელსაც აი არ ეგრევე დაევასა ნიკო, აი რაღაცა თავის რო ნახა ეს სკილი და რაღაცები და დაახლოებით წელიწად ნახევარია იმ პროგრამით ვარჯიშობ და ყოველთვის არის ვარჯიშის ბოლოს რაღაც მუხლების პრევენციისთვის, მხრებისთვის, ყველაფრისთვის რაღაც კონკრეტული 3-4 ვარჯიში. ხო. არის მთლიანი პროგრამა და ბოლოს არის ეს რაღაც ნებისმიერი კუნთის გააჩნია იმ დღეს რას გააკეთებ. და იმის მიხედვით. ანუ არის რა, შენიასაც ჩვენს ჭირდება რა პროგრესია გაწერილი და უნდა იცოდე ხა. შემთხვევაში რაღაცა გეზარებოდეს, მაგრამ ეგეთ დონეზე რო ხარ, უნდა აკეთებ რა საჭიროა. ო, ამათიც მესმის, იმიტომ რომ ამათი მთელი ცხოვრება და მთლიანი კარიერა წარმოგიდგენია, არის მარტო crossfit-დან არის მთლიანი ამოსავალი წერტილი და ყველაფერს crossfit-დან უყურებენ და იმენა ჩართულები არიან ხა პროფესიონალი როცა ხარ რა. შეიძლება ეგეთ ვერ ხედავ იმის დრო არ რჩება, თუ რაღაც სხვა გააკეთონ და არჩება დრო. როცა მუშაობ ძალიან რთულია რა. თან სესია არის საათნახევარი 2 საათი. გააჩნია რა. ძალიან რთულია. სპორტსმენი იყო, პროფესიონალი და მუშაობდა თან. სპორტსმენი არ უნდა მუშაობდეს, რომ და ისვენებდეს. დარბაზშიც მიძინებთ, ან ძილი დარბაზში ვარ რა. შუა დღის რაღაც 1 საათი საათნახევარი დარბაზში ვარ. ძალიან ისეთი. მაგარია. ძალიან საინტერესოა. სპორტსმენი ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა მოკლედ მაგის. ან სპორტსმენი შეიძლება ვაფშე არ იყოს crossfit-ერი და ისე შეხედოს რაღაც იმეებს რა, როცა სპორტსმენი როცა ხარ ხვდები სხვა პონტი არის. მოდი ახლა გადავიდეთ Red Bull-ის ჩემპიონატზე, მოგვიყევი. თან დალი ჯერჯება გასინჯე, გუშოქროა? ბიჭი მე შაქროს უბერო. შაქრენოვლიო? შენ რომელიც კი. მე ამას უბერო ხოლმე.
პირველ ხო რა მოყე მე არც არ ვიტყვი შენ მეტი მოკლედ პირველად ჩატარდა Red Bull-ის ჩემპიონატი CrossFit არ დავარქნა იყო ფუნქციურ ფიტნესში CrossFit-ის ელემენტებით იყო მაგრამ ნუ არ იყო CrossFit პირველი ჩატარდა საქართველოში დარბაზებიდან 4 კაციანი გუნდები იყო 2 ქალი 2 კაცი იყო 2 ვარჯიში და ამ 2 ვარჯიში იყო weightlifting-იც და იყო კარდიო დატვირთვაც ამ 2 ვარჯიში ვინც უკეთესად გააკეთა ისინი წავედით ფინალზე იყო 6 გუნდი აქ აქედან 2 გუნდი იყო ჩვენი ჩემპიონატ აკადემიიდან იქ წავედით ცოტა გადალაგება მოგვიწევ იმიტომ რომ ჩვენთან ერთად სხვა ვიყავით მე ნიკო და კიდე 2 გოგო და იქიდან ერთ-ერთს მოუწია ჩახსნა და დავიმატეთ სხვა ცოტა ავირიეთ უცებ მოგვიწია ამ ყველაფრის მენეჯმენტი და ისე მოხდა რომ იქ დაგხვდა იმაზე კარგი გუნდები ვიდრე წარმოდგენაში მქონდა იმიტომ რომ არ მიფიქრია რომ ესე Red Bull-ის რაღაც ტურნირზე გამოვიდოდნენ გუნდები რომლებიც სოფლიო დონის გუნდები იყვნენ Red Bull-ი ძალიან დიდი პრიზი რა პრიზი არ ვიცით იმიტომ რომ ჩვენ არ მოგვიგია არც იცოდით რა შემოყოფილიყო არა იმიტომ რომ ანუ არ ვთქვამთ ყოველ შემთხვევაში ერთადერთად ის თასი გადასცეს გამარჯვებულ გუნდს ბრაზილია მოიგო საქართველოში მოგზაურობა ნუ აქედან პრიზი ის იყო რომ ნუ იქ ყველანაირი ჩვენი მოძრაობაც კი დაფინანსებული იყო ამიტომ პრიზი აქედან იყო იქ არ ვიცით რა პრიზი იყო პირველად ჩატარდა და ასე თუ ისე მაინც კარგი იყო იმ ხრივ რომ ცოტა გამოუცდელი საჯები იყვნენ იქ რაღაცები მაგრამ პირველად რო ატარებ იქ ყველაფერი გასაგებია და მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ რაღაც პრობლემები რო იყო მარტივად და მალე მოეგვარებინათ რაც ნუ პირველი ივენთიდან დაეტყოთ იმიტომ რომ პრობლემები ქონდა კარდიო მანქანებთან და მიიღეს გადაწყვეტილება რომ რადგან ერთ გუნდს და არა მარტო ერთ გუნდს სხვებსაც ქონდა პრობლემა ეგ ქულები გაეუქმებინათ იმიტომ რომ ჩვენ ძალიან უკან დაგვწევდა საბოლოო ჯამში აი შედეგი დავდეთ იქიდან გამომდინარე რომ აი ჩვენ ავდექით და უბრალოდ ესე გუნდი შევიკარით მოდი აი რაღაც უნდა გამოვიდეთ ამ ტურნირზე შევიკარით გუნდი და ესე ინდივიდუალურად კი ვარჯიშობდით ცალ-ცალკე ყველა მაგრამ აი გუნდური პრინციპი საერთოდ სხვა არის რა იმიტომ რომ მან და არა რომ მე თუ მაგრა ვაკეთებ ეს ჩემიანის გამოყვება შეიძლება ჩემიანს რაღაც ჩემზე დაბალ დონეზე იყოს და მე მიწევს დაუდებ ამიტომ აი ეგ უნდა იცნობდე ადამიანს არა მარტო დარბაზში მაგის გარეთაც როგორი არის და მაგის მიხედვით გააკეთო ის ვარჯიში და ჩვენზე გამოსვლები იყვნენ ბევრად ნუ 4 გუნდი იყო რომლებიც გამოდიოდნენ CrossFit-ის გეიმების ნახევარფინალებში დანარჩენი გუნდები იყვნენ დაახლოებით იმ დონეზე რა დონეზე ჩვენ ვიყავით და საბოლოო ჯამში მე 8 ადგილზე გავედით და აი ემოციებით წამოვედით, იმიტომ რომ შემდეგ წელს უფრო მეტად მომემზადებით კი და აღარ გვექნება ის რომ რაღაცა არ მეწოდინება სიტყვაზე რასაც ჩემ პარტნიორს არ შეუძლია რაღაც ეგეთი. ნუ შეთამაშებულები. გოგოები როგორ დონეზე არიან ეს ახლა ნიკოზე გავიგეთ რომ რაღაცა მესამე არის ევროპაში. ნიკო შენს ვიცით რომ ჯანმე ასე თუ ისე რაღაცა. ой, თავდაბალი კაცი არის ხე ეთყობა თორე, მაგრამ ყველა ხალხმა რო იცოდეს რომ იქვე არის ეს. ძალიან ქოვით არიან გოგოებს რო შეედარო აღონ იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ყავდა თიკო და მარიამი, ამიტომ ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ერთი აკეთებს 3 წელია CrossFit-ს და მეორე ჯამში ალბათ 1 წელია. ამ იმით თუ შევადარებთ, ბევრად უკან არიან, იმიტომ რომ აი ხა იქ იყვნენ გოგოები, რომლებიც ფიზიკურად აი რო შეხედავდი, მე არაფერი არ ვიყავი იმათთან შედარებით, ისეთ ჯანზე იყვნენ და ისეთი ის ქონდათ რა. ამიტომ მაგ მხრივ იმაზე მეტი გააკეთეს ვიდრე წარმოგვედგინა, იმიტომ რომ როცა გაქვს ეგეთი იმათთან შედარებით ესეთი მომზადება როგორც გოგოებს ქონდათ, მაგ მხრივ მაინც არაუშავდა, იმიტომ რომ ძალიან კარგი დონე დადეს იმათმა, ბრაზილიელები, ბერძნები და იყვნენ ქუეითელები, ნუ ქუეითის გუნდი ამერიკელებით იყო დაკომპლექტებული და აი სასწაულები იყვნენ ყველანი. ამიტომ მაინც არაუშავს. ნუ უკეთესი შეიძლება უბრალოდ მომზადების ის არის რა ქვია ამბავი არის უფრო მეტ რაღაცაზე გვაქვს სამუშაო ვიდრე სხვა გუნდებს რაც ისინი ისე მუშაობენ. ამბავი არა მომზადებასთან ერთად. კი, იმიტომ რომ ანუ ჩვენთან მაგალითად დარბაზში აი რომ მოვინდა და შემდეგ წელს მოვინდა რომ თიკო არ გამოდის, მარი არ გამოდის, ვისთანაც გავიდეთ, ანუ ეხა რომ მითხრა, პროსტა არ გამახსენება სახელი.
თვითონ დოპინგის გარეშე შეძლებთ მაგათ გაუწიოთ მაგაზეც სხვანაირად შევიდეს აი ხა ნახე როგორ რაღაცა შავბნულ ხარეს შავბნელი რა როგორ არ არის იმიტომ რომ პირველი სპორტი იყო რომელიც აი ესე ამ დონეზე იყო დოპინგის წინააღმდეგი და თავიდან CrossFit-ის რეკლამა წინააღმდეგი კი CrossFit-ის მთელი მარკეტინგი იყო რომ აქ დოპინგი არ არის მაგრამ მე CrossFit-ერ გოგოებს უნდა შეხედო CrossFit-ერებს უნდა შეხედო გოგოებს შეხედო ვინა ბიჭებს ხო ანუ მაგრამ არ იტესტებოდნენ თავიდან არ იტესტებოდნენ მაგით მე პირველად მესმის რომ ეგ ანტიდოპინგი იყო რომ ყველაზე არის ძალიან ბოდიბილდინგის რაღაცა ეგრეა რომ არ არის ბოდიბილდინგის დოპინგზე დოპინგზე არის ზუსტად მაგრამ ანუ ეს მთელი ის ხო გამოდიან რომ არ ვიძახ ხო და მაგრამ იმდენად სამართლიანი უნდა ყოფილიყო ეგ რა რომ ეს გატესტვა ანუ არ მიეჩნდათ სწორი და ნუ მე რომ გაიზარდა ეს სპორტი ძალიან რო გაიზარდა და ფულადი ისინი გაჩნდა და მე როგორც ყველგან ეხა როგორი ტესტებიან მაგრამ ყველგან სპორტებში რაც ხდება ისე არის ეხლა არის აი მე და შელაპარაკობთ გზაში გაკრას მაგაზე რომ თუ გამოდიხარ CrossFit Games-ებზე და აი მაგალითად წინა წელს როგორც იყო ყველა რაღაც კონკრეტულ ტურნირებს მისცეს wild card-ები პირობითად შენთან თუ ვიღაცა პირველზე და მეორეზე გავა ის ხდება ავტომატურად გეიმების ფინალში მაგრამ ტოპ 5 ვინც იქნებოდა ქალებშიც და კაცებშიც ისინი იტესტებიან მორჩება თუ არა ივენთი ეგრევე ტოპ 5-ში არ გახვალა ეგა ვეღარ გახვალ მე ვეღარ მაგრამ რამდენად აი როგორ თქვა არ ვიცი აი მე არ მჯერა ბრო ადამიანს შეუძლია მაგდენის გაკეთება რაღაც დანამატის გარეშე მან დისკი არ არის რომ 5 არ შვება იმ 5-ს ვერ იჭერენ არის ხა იმიტომ ზოგ წელში ვარდება რამდენი მაგრამ ნახე არის შეუძლიათ დაჭერა მაგრამ ძალიან დიდი სახსრები უნდა გაიღონ მაგ ყველაფრისთვის არის სადაც რა რუსი რო დაიჭირეს არა ეხლა დაიჭერეს CrossFit რიკი ჯერარდი ჩავარდა დაჟე ძალიან ისეთები ვარდებიან ანუ კი ბევრი ვარდება მაგრამ არ ამბობენ იმიტომ რომ რეალურად ეგ სახელის დაკარგვას ნიშნავს ავტომატურად არ წაწყობ და ისე სანახაობის ერთ-ერთი გოგო იყო რომელიც ჩემი აზრით მე არ მომფრო ეგრე არის მაგრამ ჩემი აზრით ისე გაქრა ანუ ტოპ მეორეზე პატარა გოგო იყო დაბალი გოგო მელ ბრაიანი ის სახეს საძრობდა ანუ ერთადერთი იყო ვიზეს ამბობდნენ რომ ტია რომელსაც 8ჯერა გეიმი მოგებული ერთადერთი ვისი მოგება შეუძლიაო და ეგ თქვეს თუ არა წავიდა და რატო იმიტომ რომ ის აი ჩემი აზრით ჩავარდა და რაღაც მომენტში დავარდება აი ეგ არის ყველაზე ანუ ვიზუალურად შეხედა იმენა ბოდიბილდერი არ შეიძლება ანუ კაცების შედეგებზე ანუ ცურვის ივენტზე გავიდა მე არ ვიცი მე წავა ცურვის ივენტი აი პირველი ის ბიჭი რო დაიღუპა იმ ივენტში პირველი გავიდა ეს ბიჭი და ნუ სხვა და მეორეზე იყო ანუ კაცებში და ქალებშიც ეს კაცებში შეუძლია ანუ კაცებში ეგ ივენტი მეორეზე გავიდა კაცებში რა ძალიან მაგარი მაგრამ მოცურავ ხო არის ძალიან ანუ მაგაზე როგორ შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ დოპინგი აი ვერ ხვდები ხო ხვდები რომ გაკეთებული ხო რავი აი ვერ ხვდები რა ერთადერთი იყო რომ ეხა ამ გეიმების მერე ვოდა პაუზა ტარდება ამერიკაში ეს ტურნირი არის გუნდური არის რომ აი ამერიკის მხარე და ევროპის კი არა და მსოფლიო გუნდები რა ესე რომ გააკეთონ და შეაჯიბრონ ერთმანეთს 8 კაციანი გუნდი არის და იმდენად ცუდი პერფორმანსი ქონდა რომ ანუ ვერ ხვდებოდნენ რა ეთქვა და ადნიან და მე მგონი ორსულად არისო რა ანუ აი პროსტა ვერ ხვდებიან რა მოუვიდა ეხა ამ მომენტში ეგ არის ხო ანუ იმდენად ცუდი პერფორმანსი ქონდა რომ მე მეგონა რომ აი ვაფშე სხვა ადამიანი გამოდიოდა და არისო რა შეწყვეტამდე ძინახან ხო ანუ მე ვერ ხვდები აი როგორ შეიძლება ეგეთ ფორმაში იყო ამდენი წელი თორემ ანუ შანსი არ არის ეხა თქვენ ვინ გოგოების ყავდათ რაც არ უნდა ძალიან მაგრები იყვნენ მაგის გარეშე ძალიან რთულია კი მოიგოთ ეგ ტურნირი მოიგოთ ამბობთ თორე შეიძლება ნუ ხუთეულშიც ალბათ გახვიდნენ მერვეზე გავიდნენ ეხლა და ეგეც ძალიან კაი შედეგი ხო ეს Red Bull მანამდე CrossFit საუბრობთ არა ხო ანუ ეს Red Bull-ს იგივე ნუ კარგი ძალიან ეგრეა რა ყველა სპორტში რაღაც მაჩი კი ანუ მე ჩემთვისაც მაგათაც ურჩევნიათ 20 კაც უყურონ რომლებიც სხვადასხვა რაღაცებსაც იყენებენ და ამათ შეჯიბრს უყურონ ბევრად საინტერესო არის და ბევრად ისეთი აღვდები იმენა ვიდრე რაღაც რა ხვდები კიდე რაზე ბაზონხოთ კალათბურთის დოპინგზე გაგია რამე საერთოდ მე არა კი მოსაწევი კალათბურთში არის ერთ-ერთი ჩვეულებრივი სპორტი ყველა თითქმის დოპინგზე არის
просто წარმოგიდგენ რამდენ მილიარდიანი სპორტი არის და ვინმე საწყობს რომ ეხლა ცოტა გაიკეთონ და უფრო ნაკლებზე ახეს ნაკლებად სანახაობრივი სპორტი აწყობს კალათბურთი ვინმე ეს მაგიტომაც არის ყველა ჩუმად და ყველას გონია რომ რაღაც ის მგონია ვინც არ უნდა ჩავარდეს თუნდაც CrossFit-ში არავინ ერთადერთი ეს რა დაემართა პროსტ ამრიკი ჯერს არ ვიცი რომ ყველა მიცის ანუ ერთადერთი არის ვინც ესე ხმაურიანად იყო იმიტომ რომ დაჟე რომ დაბრუნდა ისეთ ფორმაში დაბრუნდა რომ ის 4 წელი ოჭოლი იკეთებდა აი გამორიცხულია რომ აი მაგხელა ტიპი უცებ რაღაცა და ეს ერთი ვიცი ნუ კიდე ვიღაცები იყვნენ ვინც არაბები და ვიღაც ნუ ეგენი სულ რაღაც ისეთები არიან ვიღაცები ვინც ჩავარდნენ მაგრამ ეგეთი ცნობილები არ იყვნენ და არავის არ აინტერესებს ის ვიღაც არაბი რომელიც იქ გამოდის მაგრამ მარტო ხო არ არიან ეგეთი მაგარიც უნდა იყო ხო ხტები ეს მარტო ეგ არა ვიღაცა შემო მარტო ეგ ეგ არავის არ იგონოს რომ მარტო ეგ არის ეგ მაგას თუ იზავ ამათ დონეზე იქნებიან საერთოდ არ ფშუში საერთოდ არ ფშუში სწორადაც უნდა გააკეთო პირველ რიგში და მე სკილი უნდა კონდეს მუშაობა და ეგ მერე არის და პირიქით რო გონიათ სიგიჟი არის ხოლმე რა ეგ არის რაღაცა აი 98%-ზე რომ მიხვალ შენები და ის ნუ ცოტა მეტი მაგრამ ისე რომ ახსნათ რომ მოგიხმაროს ძალიან კაი ნელა წავიდეთ ჩვენ ბოლოსკენ ძალიან ბევრად გავიგე მე პირადად მეც და ხალხმაც იმედია ამ CrossFit-ს რა ჩვენ ვცდილობთ რომ ყველაფერს შევხედოთ სხვადასხვა კუთხით რა იმაზეც ვილაპარაკეთ რომ არ არის რაღაც განათლება და ვერ ხვდება ხალხი ეს რა არის აღარ იციან ისი ვარჯიში დაიწყონ CrossFit-ი დაიწყონ ვიღაცა შეხედავენ ის CrossFit ვარჯიშობს მაგიტომ უნდებათ რომ CrossFit-ი დაიწყონ რომ ვიღაცა აკეთებს და რაც უფრო მეტი ეცოდინებათ რა არის CrossFit-ის რა არის თვითონაც უფრო ისე მიიღებენ გადაწყვეტილებას რა შენ როგორც ამოდი ახლა კაცშაობა მეზარებაო ეგრე არიან ნუ კარდიო არ გამაკეთებინო და იმენა ახლა ის ტიპები CrossFit-ზე დაბალი შანსია რომ მივიდნენ. მაგრამ თუ კარგი CrossFit-ის მწვრთნელი შეხვდათ, შეიძლება შეაყვაროს კიდეს, ეს კარდიოც შეაყვაროს ნენელა და ასე შემდეგ რა. ეგ საინტერესო არის. ამიტომ თავარია იმოძრაოთ. თავარი მოძრაო. არა, რას გააკეთებთ, რა თქვენ რაც გინდათ ის კენით. ივარჯიშეთ იმოძრავეთ, დარბაზში დარბაზ გარის. კი ბატონო. ჩვენ გვაქვს ეგეთი რუბრიკა დავარქვით მაგას. წინასწომარი გისვავს კითხვას. თუ ნახშება არც გინახავს, მაგრამ რავი. რა ეთერგინა ის თქვიცა ყველა რო გეუნება თქვი გამოიწერო ნახი ბოლოს ვიტყვი ის ჩერ აი ბოლომდე არ ვიყურებ მეც არ ვიყურებ ხოლმე ბევრ პოდკასტს ბოლომდე ხო ხვდები არ მესმის წინა ყავდა ერეკლე და ესეთი კითხვა დაგისვა რომ რას მოილის ხოვრებისგან ვა ან მოლოდინები რა მე მაგ კითხვაზე მეც ვფიქრობდი მე რო გავედი რას მოველის საერთოდ არ ვიცი მე არ მფიქრე რაღაც მოლოდინები ხო გააქვს ცხოვრებისგან როგორც ცხოვრობ ეხა რას საკეთებ რაღაც მოლოდინები გააქვს რომ რაღაცა გონია რომ ეხა არასდროს არ მიფიქრია რომ რაღაც მაგ კითხვაზე ყოველ შემთხვევაში არ მიფიქრია ეხა პირველი პასუხი რაც მოდის ეგ გამოდის ეგ არის სწორი პასუხი ჩვენ გაჭკვიან რომ არავინ ალბათ აციე ჩვენს კიდე მარტო მაგას ალბათ იმას რომ რაც მიზნები მაქვს იმ ყველაფერს ნელ-ნელა მივახწევ რა რაღაც პატარ-პატარა მიზნებს ყოველთვის ეხავ და მგონია რომ ამ ყველაფერს ნელ-ნელა მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში მივახწევ რა ანუ რასაც შრომას დებ იმ ყველაფერი დამებრუნდება ანუ ხა სპორტული მიზნები არის ბოლო კი სპორტული და ნუ მინდა რომ უფრო კვალიფიკაცია ავიმაღლო და რაღაცები ვისწავლო და ერთ საფეხურზე არ ვიყო და ყოველთვის განვითარება ვეძებო განვითარების გზები ან მაგარი შენ თუ გაქვს ხა რამე კითხვა შემდეგი სტუმარი აი უცხარი ხალხს რო გამოიწეროს და მე მანამდე მოვიდი ხალხო არსებობს ორი კატეგორია ხალხის ერთი რომლებიც ჩვენ გამომწერები არიან და მეორე რომელიც არ ნუ იქნები ის რომელიც არ არის მიმართავ იმას ვინც არ არის რა თუ გაინტერესებთ ჯანსაღი ცხოვრება ხან CrossFit-ერი გვეყოლება სტუმრად ხან რა ვიღაც ადამიანი ვინც უბრალოდ მოინდომა პორტუგალიდან საქართველოში ჩამოვიდეს ველოსიპედით ხან შეიძლება ფსიქოლოგია ასე შემდეგ ეს სპორტი თუ გაინტერესებთ გამოგვიწერეთ და თუ არ დაგეზარებათ დაგვალაიქეთ კიდეც რა ჯოს ხო მარც ნახო რა ხო ვინც არის და ის ძალიან დასაწყისი არის ჩვენი რაც ისე უდგებით რა გართობასავით უდგებით და ჩემს ეგრე უნდა მიუდგე და რომ თორნიკეს რომ რაც არ მიყვარს ვერ ვაკეთებ მასალაბსო ჩვენს რო ეხა ეს არ მოგწონდეს არ გვიყვარდეს აი ძალით ეხა ვერ მომიყვანა ხო ხდები აი ზოგჯერ არის ხოლმე რომ აი დღეს მაგალითად დასვენების დღე გვაქვს აქტივ რეკავერი ესე რომ და აი უბრალოდ რომ მივთქვი რომ მეთქი აი ამ დროს მეთქი მინდა რომ ყოველ ხუთშაბათს ვივარჯიშო ამაზე აი
მაგარი დალეწილი ვიყავი და ვარეხა, მაგრამ რადგან თქვი რომ ამას გავაკეთებ, თუნდაც ცუდად გამოსვლა და უბრალოდ ვეცადე რომ გამეკეთებინა, ამიტომ რაღაცები შეიძლება იმ მომენტში არ შეგვიძლია, მაგრამ ცდად ყოველთვის ღირს რა. გონია რომ ეგ რაღაცები მაინც საბოლოო ჯამში იქამდე მივარ, რამდენად სადაც გვინდა რომ მივიდეს. შვენიერი. აი, კითხვა. აბა. ვა, ჩემი კითხვა არის. ნებისმიერი არც ვინ არის, შეგიძლია სპორტული, შეგიძლია არასპორტული. მოდი არასპორტულს, აი რო შეგეძლოს ერთი საკვების ჭამა, თელი ცხოვრების განმავლობაში, აი რა საჭმელს შეჭამდი. და მაგარი. შვენიერი. შენია საჭმელი. შოკოლადს. მე ვაფშე არ ჭამ შოკოლადს. ვიცი რა. ვაფშე არ ჭამ საჭმელს. არა, ის უნდა დაფიქრდეს კაცი. მაგაზე მიფიქრია. იმ პონჩი რომ ანუ უნდა იკვებებოდე რა. აბა დაფიქრდა მითხარი ხინკალზე რას ფიქრობ? აი მე ხინკალს ჭამდი. აი ერთი ჩემთვის არის მე ყოველ დღე წარმოიდგინე. არა, ისე უნდა შეხედო ნუტრიციის მიხედვით შეხედო რა. კი, ნახშირწყალი, ცხიმით, ცილა რა გინდა. ხინკალი. მაგრამ მე ხორცი რა, მე ხორცს ვიტყოდი, რა, მე სტეიქს ვიტყოდი უფრო. მე ბროკოლის. არა, ბროკოლი არც მინდა. შანსი არა. აი მოხესულქათან ცუდია მეგონია. ხორცი ალბათ თევზი მე რა. ორაგულს. ზღვის პროდუქტები რო ვთქვა შეიძლება? აი კატეგორია. ზღვის პროდუქტში რა შედის კიდე ის რა ქვია იმას? სუში რა შეხვეული. სივიდი. არ ვიცი რა ქვია. სივიდი. კაი, ეგ არის რა ძალიან კაი გავერთეთ. გავერთეთ. სასიამოვნო იყო. ძალიან მადლობა. მადლობა შენ.